სამშვიდობის ეთერშია პოლიტმეტრი, მე ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი ვარ. უმრავლესობის რიგები ყოველდღიურად ხილდება. დღევანდელი დანაკარგი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეა. პოტენციური წამსვლელები რამდენიმე დღის წინ უფრო მეტნი ჩანდნენ. ახლა თქმა ჭირს ზუსტად რამდენია, თუმცა კვაჭანტირაძე ბოლო რომ არ არის, ეს შეიძლება ზუსტად ვთქვათ. პოლიტმეტრში დღეს თქვენ საინტერესო სტუმრები გელით. ჩვენ ჯერ გვექნება საუბარი ირაკლი სესიაშვილთან, ქართული ოცნების წარმომადგენელთან. მეორე ბლოკში დისკუსია, მონაწილეები გუბა სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობა, თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ნინო გოგუაძე, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი, ასევე პაატა ზაქარიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მდივანი. გადაცემის ბოლო ბლოკში კი ვუმასპინძლებთ პოეტ დავით მაღრაძეს, რომელსაც ბოლო პერიოდში თავისი კონკრეტული პრინციპული მოსაზრებები აქვს. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველთვის იყო ქართული ოცნების მხარდამჭერი. ივანიშვილთან შედიან და გამოდიან. კითხვა რა გამოაქვთ უპასუხოა. რა იცვლება ამ მოძრაობებით თქვენთვის, მოქალაქეებისთვის? სად არის ინსტიტუციები? ვის გამო უსმენს ყველა ერთს? როდემდე მოусმენენ? განსაკუთრებით ისინი, რომლებიც წასასვლელად არიან მზად. პოლიტმეტრში დღეს პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის ერთპიროვნულ მართვაზე, ოცნებაში მიმდინარე განხეთქილებაზე. 20-20 კარზეა. ძველი გვარდია ბორცვს ნელ-ნელა ტოვებს. რა ალტერნატივას ხედავენ ისინი? პოლიტმეტრში დღეს პოეტი დავით მაღრაძე. პოლიტმეტრის პირველი სტუმარი ირაკლი სესიაშვილი, ქართული ოცნება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სამშვიდობისა ირაკლი, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მინდა გითხოთ, ბოლო პერიოდში, როდესაც ეს აქტუალურია, ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესები, ზოგი ამბობს ასე, ზოგი ამბობს ისე, თქვენ არ ჩანხართ. რაღაცნაირად არ მოხდა თქვენი აფილიაცია არც ერთ ჯგუფთან, არც წამსვლელებთან, არც მათთან, ვინც სკეპტიკურად უყურებს პროცესს, არც მათთან, ვინც დარწმუნებულია იმაში, რომ სწორი პროცესი მიმდინარეობს. თუ შეიძლება რომ თქვენი პერსონალური პოზიცია გაგვაცნოთ. მადლობა ნინო, ყოველთვის კაი კითხვით ხოლმე დაწყება. მადლობა. მართლაც ნახოთ. საკმაოდ რთული საკითხი იყო. ის რა გამოწვევის წინაშეც თვითონ ყველა ერთად დავდექით, როგორც თემასთან მიმართებაში, ასევე პოლიტიკური ერთობასთან მიმართებაში, მრავალწახნაგოვანი იყო. იყო სისტემური საკითხი, იყო პასუხისგებლობის თემა, იყო ემოციური ფონი და იყო გარკვეული ინდივიდუალური ინტერესები, მე ასე ვიტყოდი. ამიტომ ამ ფონზე მე პირადად თუ კონკრეტულად ჩემი დამოკიდებულება გაინტერესებს, მე შევეცადე რომ პროცესს დავკვირვებოდი და არ მიმეღო რაიმე სახის ესეთი ემოციური გადაწყვეტილება, რომელიც მოკლებული იქნებოდა რაციონალურ, პრაგმატულ და რაც თავარია იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც პირველ რიგში უნდა სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებოდეს. მე როცა ვახსენებ სიტყვა პასუხისგებლობას, აქ ძალიან ფართო სპექტრით უყურებ. ხა ჩვენ საუბრობთ ხოლმე რომ უმრავლესობა მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. უმრავლესობა არ იღებს ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი უმრავლესობის მოსახლეობის ინტერესში შედის. ჩვენ გვიწევს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ შორის ესეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება უმცირესობის ინტერესებში შედიოდეს, მაგრამ ეს სჭირდება ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენ საზოგადოებას და ეს სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და განვითარებას. ამიტომ ამ ფონზე მე მომიწია ერთგვარად თუ შეიძლება ასე ითქვას პაუზის აღება იმისათვის, რომ პირველ რიგში საკუთარ თავში ჩამოყალიბებულიყავი და მე რა ჩამოყალიბეთ. ნახეთ ახლა რა მაინტერესებს თქვენს რომ პასუხისგებლობა. ეს სიტყვა მოდით დავაკავშიროთ პროცესთან, რომელმაც გამოიწვია ასეთი დიდი რღვევა. სასამართლოების თემა და მოსამართლეების უვადო დანიშვნის თემა, იმ მოსამართლეების, რომელთა ბიოგრაფიებთან დაკავშირებით, კარიერასთან დაკავშირებითაც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ვინაიდან არის კონკრეტული ფაქტები მათი გადაცდომების შესახებ. აი, როდესაც პასუხისმგებლობას საუბრობ და მეორე მხარეს სასწორის მეორე პინაზე დევს სწორედ აი ეს თემა. რა ზღვარია მაშინ პასუხისმგებლობასა და აი ამ კონკრეტულ თემას შორის? რა ძლევს ამ თემას? მე ამ საკითხის განხილვა ჩემში არ დამიწყია დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე. მე გაცილებით ადრე დავსვი ეს საკითხი, საერთოდ ჩემში და როცა მოხდა ეს ფაქტი, დავიწყე ცოტა ანალიზი ცოტა წარსულიდან და ჩვენ მართლაც 2012 წელს რომ მოვედით და საკმაოდ რთული მემკვიდრეობა დაგვხვდა ყველა სფეროში. ჩვენ
და მათ შორის მეც უნდა ვაღიარო, რომ მქონდა გარკვეული ცდუნება, მე ესე ვიტყოდი, რომ წინა ხელისუფლების სისტემასთან მიმართებაში ყოფილიყავი რადიკალური და აგრესიული. მე მქონდა ეს ცდუნება. თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც პროცესში დავაკვირდი და მოვახდინე სიტუაციის ანალიზი, ჩემ ცდუნებაზე წინ დავაყენე სახელმწიფო ინტერესები, რომელიც უნდა იყოს აგებული სტაბილურობაზე, ძლიერ სისტემაზე და დემოკრატიულ განვითარებაზე. ამაზე ვსაუბრობ ზუსტად და ასე მივალ აქამდე. გზა მინდა რომ დავინახოთ ის ვახტებით რაღაცებს. არა, არ ვახტებით. ჩვენ ვახტებით იმას, რომ რამდენად სტაბილურობისთვის, სახელმწიფოს სწორად აწყობისთვის, მოწყობისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვათ რომ მე ვარ პასუხისმგებლიანი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მივცე ხმა თქვათ ამ მოსამართლეების კარიერას არ დამიყენებია საკითხი ვის ვაძლევ, ვის არ ვაძლევ. მე მინდა ამოცანა დავსვა და ამ ამოცანას შევეცდები რომ თქვენთან ერთად ამოვხსნა. ან არ ვიცი, ეს ამოცანა მარტო უმრავლესობის პრობლემა არა, ეს ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის. ამიტომ აქ პოზიციონირება და თუნდაც ემოციური ფონით манипуლირება მე არ მგონია რომ სწორი იყოს. მე რომ არ ვიყო ხელისუფლების წარმომადგენელი და ვიყო საზოგადოების ექსპერტი ან არ ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, შეიძლება მე მეტი აქცენტები ემოციაზე გავაკეთო და ამით გარკვეულწილად გავამყარო საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. თუმცა მე ვსვავ კითხვას და მინდა რომ თქვენთან ერთად გავსაჯოთ ეს. 2012-ში ჩვენ მოვედით და დაგვხვდა სასამართლოში, პროკურატურაში, უსაფრთხოების სისტემაში საკმაოდ რთული ვითარება დაგვხვდა. ჩვენ რომ მიგვეღო გადაწყვეტილება და ეს მოსამართლეები ყველა გაგვეშვა სახლში. და მოგვიყვანა ახალი. ეს ხომ იქნებოდა წმინდა პოლიტიკური ანგარიშსწორება. რა თქმა უნდა იქნებოდა და სხვადასხვა ადამიანები, ექსპერტები, ეგრეთ წოდებული, როცა დღეს უკვე იძახიან, რომ უნდა გაუშვათ ეს მოსამართლეები სახლში, სწორედ 2013 წელს გვიყიჟინებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მოგთხოვდნენ, რომ 2013 წელს არსებული მოსამართლეების მთელი კორპუსისთვის უვადო მოსამართლეობა მიგვეცა. და ჩვენ მაშინ ეს არ გავაკეთეთ და შევეცადეთ რომ სისტემა შეგვენარჩუნებინა და გაგვეჯანსაღებინა რეფორმების პროცესში და არაპირდაპირ ან ჩაჭრით. ყველაფერი რომ გავატაროთ, რაც აქამდე თქვით, შეძელით რომ რეფორმის შედეგად მიგეღოთ კარგი სასამართლო. როცა რთულ საქმეს კიდევ ხელს ნინო, სადაც არ არსებობს ერთი რეცეპტი პურნალობის. აქ არის კომპლექსური მიდგომა საჭირო. აქ არის მოთმინება და აქ არის გონიურული მიდგომები. ამ გონიურული მიდგომებით შეიძლება არც მე ვიყო კმაყოფილი და არც თქვენ და არც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. თქვენ ვერ დაინახავთ ვერც ერთი პრობლემის მოგვარების დროს ერთ გამოსავალს. აუცილებლად უნდა ეძებოთ რამდენიმე სვლა იმისათვის, რომ მეტნაკლებად ბალანსი იპოვოთ. თუმცა ნახეთ რა გამოვიდა, თქვენ იპოვეთ გამოსავალი, სადაც თქვენ უკვე გაუშვით მოსამართლეებად, ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, უსტიცის საბჭომ, თქვენ მიერ არჩეული კორპუსის იმ ნაწილმა, ვინც წარმოადგენელი ამ უსტიცის საბჭოში ხო პარლამენტს ხვდა. იპოვეთ ასეთი გამოსავალი, რომ თქვენ უვადოდ აძლევთ ხმას იმ ხალხს, ვინც არის საეჭო რეპუტაციის, ან ვისაც უკვე აქვს ისეთი მძიმე ფაქტები დადებული თავის კარიერის მანძილზე, ხომ, რომელიც არ საჭიროებს აღარანაირ გადამოწმებას. თქვენ არავის არ გქონთ თქვენთვის რომ ყველა გაუშვით სახლში, თქვენ გითხრეს რომ გაარკვიეთ ვინ არის სახლში გასოშვები და ვინ არა. აი 9 წელს და 7 წელს თავზე თქვენ აღმოჩნდა რომ ყველა ერთნაირად პირველ რიგში მოდი მოვერიდოთ იმ მიდგომას და კითხვაში იმის ფორმულირებას ჩვენ უკვე გადაწყვეტილება მივიღეთ. არა, ჩვენ გადაწყვეტილება არ მივიღია. მაგრამ არის უკვე ვინც რამდენიმე გვარი, აღარ მინდა გვარების თქვენ კარგად იცით. აი მივყვეთ ზუსტად მაგას მივყვეთ. ვინც უკვე არის უვადო დანიშნული. ჩვენ ყველას გვინდა თქვენს, მეც და საზოგადოებას რომ ყავდეს დამოუკიდებელი სასამართლო, მიუკერძოებელი, პროფესიონალი, დობით აღჭურვილი, მორალური სინდისის და ასე შემდეგ. ჩვენ ეს ყველაფერი გვინდა და ყველაფერთან ერთად გვინდა რომ ის იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ხო მართალია? რა თქმა უნდა. ჩვენ თუ ყველა ამ პრინციპს დავიცავთ, რომელიმე პრინციპის დაცვით არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, სხვა პრინციპს გავარკვევთ. ჩვენ ამ უნიკალურ სასამართლოს ციდან არავინ არ ჩამოგვიგდებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვინდა და პირველ რიგში ხელისუფლებას გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო ხელისუფლებაში არ ვერევით რა, ჩვენ საზოგადოებისგან გვინდა მივიღოთ სწორი აღქმა. თუმცა ირაკლი ნახეთ რა მოხდა. იყო მოდელი, რომელიც თქვენ აიღეთ და გადმოიბარეთ. ნინო, უყურე არავითარ არაფერ სხვაზე აქ საუბარი აღარ არის. როგორც კი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს სასამართლო დამოუკიდებელი, მაშინვე უნდა ვთქვათ, რომ მოსამართლეები უნდა იყვნენ უვადოდ დანიშნული. როგორც კი ვსაუბრობთ, რომ მათ არ უნდა ქონდეთ იმის შიში და გარანტია უნდა ქონდეთ საპირისპიროდ, რომ
პოლიტიკური ზეგავლენა არ ექნება და მათ უნდა მისცეთ უვადო მოსამართლეობა და მეტიც. ჩვენ არ უნდა დავნიშნოთ მოსამართლეები. მოსამართლეები უნდა დავნიშნოს იუსტიციის საბჭო. თუ ჩვენ ამ კრიტერიუმებს მივყვებით, მოვედით ამ ვითარებამდე, რაც გრძნობიარეა საზოგადოებისთვის და ჩემთვისაც, თქვენთვისაც. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, ეს არის სისტემა ჩავჩეხოთ, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. სისტემა ჩავჩეხოთ, თუ წავიდეთ ინდივიდუალური მიდგომით. და როგორც კი ინდივიდუალური მიდგომით მივდივართ, ნებსით უნებლიეთ გვიწევს სისტემის წინააღმდეგ წასვლა. ანუ ჩვენ გვართ იმ რთული არჩევანის წინაშე, სადაც ერთი რეცეპტით ავატყობს ვერ უყურდა. რომელი ინდივიდუალური მიდგომით? რომელი ინდივიდუალური მიდგომით? ანუ ჩვენ თუ საუბრობთ, რომ იცი რა, ეს მოსამართლე მომწონს, ეს მოსამართლე არ მომწონს, რის კრიტერიუმით ჩვენ ჩავდეთ როგორც დაზღვევა. და შეხედეთ როგორ არის ჩვენ როდესაც თქვით და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ თქვენ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მიეცით იუსტიციის საბჭოს ყველაფერი და იუსტიციის საბჭო იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მიიღოს გადაწყვეტილება, დანიშნოს მოსამართლეები პოლიტიკისგან იყვნენ თავისუფალი. და ეს არის სისტემური მიდგომა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება და რა მიიღეთ? აი მოდით შეგიძლიათ თქვენ მითხრათ რა მიიღეთ? ვენეციის კომისიამ გითხრათ თქვენ ეს ეცადეთ, არ ეცადეთ, ეს ერთ საკითხია. რა მიიღო საზოგადოებამ, რომელმაც დაგეკვეთათ საზოგადოება ამ პროცესში ჩემი აზრით, ამ პროცესში საზოგადოება არის მოგებული. ერთ მნიშვნელოვნად. რითი? და რითი? პირველი რომ სასამართლო საკითხი, რომელიც არის საყოველთაო სახალხო და აბსოლუტურად ყველას პრობლემა არის და ყველას სურვილი არის რომ დამოუკიდებელი და პროფესიონალი მიუკერძებულებელი იყოს, ჩვენ ამ პრობლემის გამოაშკარავებით პროცესი გადავიტანეთ გამჭვირვალე სივრცეში და ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადეთ, რითაც შევამცირეთ და დავაზღვიეთ ის რისკები, რომ სასამართლოში პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული. ირაკლი და ამ პროცესში სია გამჭვირვალედ იყო შედგენილი, რომელმაც საბოლოო აფეთქება გამოიწვია. ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ რაღაცა გამჭვირვალება იყო თავი პრინციპი და არავინ არ იცოდა სია საიდან მოვიდა, საიდან ჩამოვარდა და იქ ჩაწერილი ადამიანები რა პრინციპით. დემოკრატიას ჯერ კიდევ უპირატესობა იმის გამო აქვს სხვასთან მიმართებაში, რომ დემოკრატიის პირობებში ასეთი არ ვიცი გამოწვევები ადვილად აღმოსაჩენია და ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ. აქ არის უმრავლესობის უპირატესობა, აქ არის ქართული ოცნების უპირატესობა, რომ ჩვენ დავიწყეთ ამაზე, ჩვენ ამოვიღეთ ხმა და ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. და ჩვენი გუნდი დადგა ამის სადარაჯოზე. აღარ არის ხო თქვენ შორის? ირაკლი, ჩვენ ვიცით რომ ძალიან დიდი სურვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარესაც რომ ეს პროცესი ყოფილიყო სწრაფად. ფორცირებულად წინ წასული, მაგრამ იურიდიულმა კომიტეტმა ეს პროცესი შეაჩერა, ხო? ჩვენ ასე ვართ ინფორმირებულნი, თქვენ რამე სხვა არა მარტო იურიდიულმა კომიტეტმა, ზოგადად გუნდში არსებობდა კითხვები და შეიძლება იურიდიული კომიტეტის რამდენადაც ის იყო პროფილური კომიტეტი ამ საკითხის განხილვასთან მიმართებაში უფრო მეტად აქტიური იყო, თუმცა ეს საკითხი ზოგადად დღის ესრიგში დადგა და მეცაც გეტყვით, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ აქ უმრავლესობის პრობლემა ხო არ არის, პირიქით, აქ უმრავლესობის უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უმრავლესობამ გამოიტანა ეს თემა. უმრავლესობამ მოითხოვა ამ თემასთან მიმართებაში მეტი გამჭვირვალობა და პროცესი. ჩვენ მივდივართ იმ სტანდარტამდე, რაც აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში. როცა მოსამართლეები მოდიან და პარლამენტის წინაშე აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხს სცემენ. თავისი წარსულით, თავისი საქმეებით, თავისი ხუმრობთ ახლა თქვენ. აბსოლუტურად არ ხუმრობთ. როგორ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა სტანდარტიც არის, იმ სტანდარტთან რაიმე საერთო აქვს? დღეს როგორც შეირჩა ის მოსამართლეები, რომლებიც ჩავარდა, რომელთა სიამაც გამოიწვევს ჩავარდა და ჩვენ აქედან გამომდინარე და იქიდან ამ პროცესიდან ჩვენ ამ სარგებელს ვნახულობთ, რომ ჩვენ გადავდივართ ახალ სტანდარტზე და ეს ახალი სტანდარტი არის, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათი ფილტრაცია. ეს არის ამ პროცესის წარმატება. მესმის რომ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სპექტრში, განსაკუთრებით ჩვენთან უმრავლესობაში და თქვენ იცით რომ უმრავლესობის შიგნით დაგჭირდა კვირეები, შეხვედრები, მსჯელობა, კამათი, რომ მაქსიმალურად შეგვემცირებინა ის რისკები, როგორც სასამართლო სისტემაში, ისე პოლიტიკური რისკები, რომ არ მომხდარიყო საკითხის ინფორმით რადიკალიზირება, რაც სისტემას დააზიანებდა და ნუ ვართ მხოლოდ ორიენტირებული ცალკეულ პიროვნებებზე. სისტემა რადგან შედგება სისტემა?
სისტემა გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. სისტემა შედგება პერსონებისგან, ხო, რომელსაც თქვენ აძლევთ ვიზირებას, მიუხედავად იმისა, მათ ჰქონდათ თუ არა საერთოდ საფუძველი, რომ ამაზე ჰქონდათ ამბიციას პოზიციებს. ამ პრობლემამ, ამ გამოწვევამ ჩვენ მოგცა იმის საშუალება, რომ მეტი აქცენტი გავაკეთოთ სისტემაზე, რომ სისტემა ისე იყოს აგებული, ისეთი კრიტერიუმები არსებობდეს, რომ ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებას და საზოგადოებას ჰქონდეს გარანტია, რომ სასამართლო სისტემაში იქნებიან მიუკერძოებელი, პროფესიონალი და ასე შემდეგ სხვა თვისებებით აღჭურვილი მოსამართლეები. ეს არის მთავარი. ამიტომ იქ სადაც მედია, ოპოზიცია ცდილობს, რომ მომგებიანი სვლებით უმრავლესობა რაღაცაში დაადანაშაულოს, აქ სწორედ უმრავლესობის უპირატესობა იმაშია, რომ უმრავლესობის ფორმატში მიმდინარე პროცესებმა მიგვიყვანა ძალიან პოზიტიურ შედეგებამდე. მესმის ჩვენ ამით ზიანი მივიღეთ, უმრავლესობა მიიღო ზიანი. მიიღო იმით, რომ ჩვენმა კოლეგებმა დატოვეს უმრავლესობა და ეს მართლაც არ არის ჩემთვის გასახარებელი. მივიღეთ ის, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული ნებათა ღელვა და გარკვეულწილად ქართულ ოცნებასაც ადანაშაულებენ ამ პროცესში, მაშინ როდესაც პირიქით მე ვთვლი, რომ აქ ამ პროცესში ქართულმა ოცნებამ როგორც ერთიანმა გუნდმა უმრავლესობის სახით პოზიტიური როლი შეასრულა შედეგზე გასვლისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც საერთო ინტერესი უნდა ქონდეს. ეს არის რომ მივიღოთ ის სისტემა, რომელიც მოგცემს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ და პროფესიონალი მოსამართლეებით დაკომპლექტებულ სისტემას. კი ბატონო, გისმენთ, მე მინდა ვთქვა, რომ ამ თემებზე ჩვენ ბევრი გულაპარაკია სხვადასხვა რესპონდენტთან, ამიტომ ყველაფერში ოპონირებას ახლა რაღაცნაირად არ გიწევთ, მინდა რომ აი თქვენი აზრი ბოლომდე იყოს ჩამოყალიბებული, მაგრამ როდესაც თქვენ მეუბნებით, რომ მე როგორც მოქალაქე ვარ მოგებული პროცესით და მე როგორც მოქალაქე ვარ მოგებული იმით, რომ შეიძლება ხვალ ჩინჩალაძე ვიტყვით ამგვარს გახდეს უადო მოსამართლე და მურუსიძე არის უკვე სადღაც გამწესებული, ხომ? შეგიძლიათ ახლა გასაგებად მითხრათ, მე როგორ ვარ მოგებული ამ პროცესით? მე როგორც ერთი მოქალაქე ამიხსნენი დამაჯერეთ, რომ თქვენ მითხარით მართალი. ჩვენ საუბრობთ, რომ არის გამოწვევა, რომ ცალკეულმა მოსამართლეებმა შეიძლება სასამართლოს სისტემის იმიჯს მიაყენოს ზიანი, ამიტომ ჩვენ გვქვით კრიტერიუმებს ხომ არ გამგვიანებთ კრიტერიუმების შექმნა. ამდენ ხანს რასაკეთებდით? ამდენ ტალღის დროს ირაკლი, ნახეთ რა ხდება. 3 ტალღა, 4 ტალღა და უცებ აღმოჩნდა რომ მთავარი კლანი გაძვრა პროცესში. მახვილით ნებისმიერ ხელისუფლებას შეუძლია სასამართლო სისტემა გახადოს თავის ნოტარიუსად, რაც წლების მანძილზე გქონდა. ჩვენ პროცესს მივუდგეთ ძალიან მოიბარეთ მთლიან. ასე მარტივად ნოტარიულად ასე მარტივად მივუდგებით. როგორ გიკადრებათ? სწორედ მარტივად მე არ ვუდგები, მარტივად მივუდგა ის ვინც ეს გადაწყვეტა რომ ესე გაეკეთებინა. რომ სასამართლო სისტემისთვის მიგვეცა მეტი საშუალება რომ დამოუკიდებლად მოეხდინათ sakutari შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის დამოუკიდებლობის განვითარება. და ეს შედეგიანი აღმოჩნდა. ამ პროცესში ჩვენ მივიღეთ როგორც შედეგები, პოზიტიური შედეგები და მოსახლეობისთვის მთელ რიგ საქმეებთან მიმართებაში არ მოგწონთ სტატისტიკა, მაგრამ რეალობა რომ სტატისტიკურად საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტივია სასამართლო სისტემაში და აღიარებულია ეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ. როგორც პოლიტიკური ინტერესი ჩნდება, იქ აუცილებლად სახელმწიფო ინტერესი არის თვალწინებული. როგორც კი პოლიტიკური ინტერესი გაჩნდა კონკრეტულ პიროვნებებთან მიმართებაში, სისტემა გაიხსნა, გადავიდა გამჭვირვალე პროცესში, სისტემისთვის პარლამენტმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ კრიტერიუმებს ჩამოაყალიბებს და კრიტერიუმების ფარგლებში უკვე ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვინ არის ღირსი და ვინ არის უღირსი. მაგრამ ფაქტი არის, რომ ამ პროცესმა ჩვენ მოგცა ეს შედეგი. და ეს შედეგი იქნება არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი. რამდენად ეთანხმებით წასულების პოზიციას, რომ პროცესში ვინც იყო ერთ-ერთი მთავარი თამაში ხომ გამხმოვანებელი უმრავლესობის პოზიციის ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს პოზიციას რომელზეც ის არის და არ იქნება ურიგო თუ კი ის დატოვებს თავის პოზიციას. ირაკლი კობახიძე რომელსაც ნათქვამი აქვს რომ მაგალითად მოსამართლეები რომლებიც სულ რაღაცებს აკეთებდნენ ახლა კარგ რაღაცებს აკეთებენ. სხვა შორის ეს მინდოდა მეკითხა ეთანხმებით ამას. ის რა არის პირველ რიგში ვთქვათ რომ პარლამენტი ჩვენი უმრავლესობა არის ძალიან მრავალფეროვანია. ჩვენ 2012 წელს იმ მოწვევის პარლამენტს მეტნაკლებად გვაერთიანებდა ბრძოლა რეჟიმთან, გარკვეულწილად მთლიანად ეს პროცესი გვაერთიანებდა და მე ვიტყოდი რომ ის გუნდი შეკრული იყო თავისი
საერთო მიზნებით. ახალი პარლამენტი, ეს მეორე მოწვევის პარლამენტი, 2016 წლის მოწვევის პარლამენტი, უფრო მრავალფეროვანია. სადაც არის მრავალფეროვნება, იქ უპირატესობა არის, რომ შეიძლება ახალი და საინტერესო იდეების მეტად ფორმირება მოხდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ასეთი მრავალფეროვანი უმრავლესობის მართვა არ არის მარტივი. თქვა პირდაპირ ეს არის რთული. ამიტომ ამ პროცესში, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეულმა დეპუტატებმა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტეს, რომ გუნდი დაეტოვებინათ და მე ვფიქრობ, რომ ეს მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო. და აქ ძნელია ჩემი მხრიდან შეფასება, იმიტომ რომ ეკაც, გედიც, ლევანი ჩემი მეგობრები იყვნენ, არიან და იქნებიან. თუმცა, როცა საქმე გვაქვს სახელმწიფო მართვასთან, აქ ყველას თავის წილი პასუხისგებლობა აქვს. ამ წილი პასუხისგებლობით უნდა მიუდგეთ საქმეს და არა იმითი ჩვენ ძველები ვიყავით თუ ახლები ვიყავით. ამ პროცესში მე იმაჩნია, რომ ირაკლის საკმაოდ რთული გუნდი დახვდა და მოუწია მას ძალიან მრავალფეროვან იდეებთან და მოთხოვნებთან და დამოკიდებულებასთან გამკლავება. მე ვფიქრობ, მეტნაკლებად ირაკლიმ თავი გაართვა, რა თქმა უნდა, ის მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი პიროვნებაა, კარგი პოლიტიკოსია, მაგრამ თავისთავად ცხადია გამოცდილებასაც თავისი ასე ვთქვათ, გაძლიერება მოსდევს. მე ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ საერთოდ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს და მეცაც ვიტყვი, რომ ჩემს ყოფილ კოლეგებს და მეგობრებს ვურჩევდი, რომ ამ სახით სპეკულაცია არ იქნება სწორი, რომ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ მათმა ყოფილმა გუნდის წევრებმა. რამდენადაც თავად ხედავენ, რომ ამის ფონი არ არსებობს და ისინი საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. ეს არის პოლიტიკურად, მე ვფიქრობ, არასწორი და იმდენად მე მესმის, რომ რაღაც საკითხზე ჩვენ გავიყავით, შეიძლება ერთ აზრიც ვიყოთ, მაგრამ გარკვეულმა ჯგუფმა მიიღო ინდივიდუალური გადაწყვეტილება. მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ პროცესზე უნდა მოხდეს. ეს ვთქვათ, როცა ხდება, ორმხრივია ხომ პრობლემები, შეიძლება ვიღაც მეტად ნაკლებად, თქვენ თქვით მეტნაკლებად, მაგრამ აი კი ბატონო, ნაკლებად შეცდა კობახიძე პროცესში, მაგრამ რაში? რა ხარვეზები ქონდა მას? არა, ბუნებრივია, როცა საერთოდ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება. პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ლიდერებს მოეთხოვებათ, რომ უფრო მეტი რესურსი დახარჯონ კომპრომისის მისაღწევად. სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა გამოირჩევა პოლარიზებით და რადიკალიზმით. ჩვენ ზომიერებას ვკარგავთ. საერთოდ ქართულ განზოგადება პრინციპში არ მინდა რომ არ მithოვია, მე მინდა გითხოთ თქვენ ირაკლი კობახიძეზე რა შეეშალა მას პროცესში თუ თვითონ რომ საერთოდ რამე შეეშალა. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროცესში იყო, რომ ჩვენ ზომიერება ვერ ვიპოვეთ საკითხის განხილვისას. დასავლეთში მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყნებში შესაძლებელია ასთა დიდი სხვაობა იყოს, მაგრამ გუნდი არ იშლება. და აქაც გუნდის დაშლაზე არ ვსაუბრობ, აქ საუბარი არის რამდენიმე ადამიანის გასვლაზე. თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ ღირებულებები და ფასეულებები ერთი გვაქვს. კობახიძემ სწორად იმოქმედა? იცი რომ შეცდომები რაში? ამას გეუბნებით, როდესაც გუნდიდან რამდენიმე ადამიანი მიდის, აქ ყოველთვის მეტი პასუხისგებლობა თავმჯდომარეს ეკისრება, რამდენადაც ის არის პირველი მაღალი სტანდარტი, რომელმაც კომპრომისების ხელოვნება უნდა გაატაროს. შესაძლებელია მანაც დაუშვა შეცდომა, შესაძლებელია სხვამაც დაუშვა შეცდომა, შესაძლებელია უბრალოდ ვერ მოხდა ეს თანხმედრა. მე ამაში ვერ ხედავ ტრაგედიას. მეტიც ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, უფრო მეტად ვიფიქროთ და დავხვეწოთ ის საკითხები, რომ საერთო ინტერესები გავაკეთოთ. გასაგებია, თუმცა აი როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, ეს კითხვა მქონდა და რა გეგმით ხართ? ახლა მარჩილ თალაკვაძის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა მისი ფოტო, მინდა რომ ვაჩვენოთ აუდიტორიას. სადაც ამბობს, რომ და ასე წარწერა აქვს ასეთი სათაური, უმრავლესობაში მიმდინარე პროცესი კარს გაუხსნის ახალი მომავლის ხედვის მქონე წარმატებული ადამიანების შემოსვლას პარტიაში, ჩვენს გუნდშიც და პარლამენტშიც. ესე იგი, გამოიტირეთ ძველები, არ არის პრობლემა და წახვედით ახალზე. ეს ახლები სადიძებნებიან, ეს ერთი კითხვაა. აი აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ვნახეთ და მეორე ეს ძველებს ყველას მარტივად ხომ არ შეგელებიან, ვინც ცოტა რამით შეიძლება უკმაყოფილო იყო. ეს ძველი და ახალით დასახელება მე ვფიქრობ არასწორია. ნახეთ, მაშინ გამოდის რომ თქვენ ახლა არჩილ თალაკვაძესაც აგრეთეკებთ, იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ახალი
ადამიანებს. არაფერი არ არის, ჯერ ერთი არაფერი არ არის. აპირებს გუნდში. ის ლიდერია თქვენი უმრავლესობის. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ მარტივად შეგვიძლია და ეს არის ჩვენი უპირატესობაც რომ გუნდში ჩვენ აბსოლუტურად ღია და თავისუფლად ვჯილობთ საკითხებზე, მათ შორის მოსამართლებთან მიმართებაში კაფიოთ თქვით უმრავლესობაში და შევთანხმდით რომ კენჭის ღრისას ყოველთვის ყველა ვიქნებით ინდივიდუალური. ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მივიღებ და არანაირი რაღაცა პოლიტიკური ძალადობას აქ ადგილი არ აქვს. მე ზოგადად იმიდგომას რომ აქ ძველები, ახლები შეიძლება რაღაცა პირობითი იყოს ეს, ჩვენ ვართ ერთიანი გუნდის ნაწილი. ცხადია, აქ ჩვენ ასაკის მიხედვით კი არ ვიყოფით ან პარლამენტის მოწვევის რიგითობით. ჩვენ აქ პირველ რიგში საერთო ინტერესები, ფასეულობები, ღირებულებები. გასაგებია, მაგრამ აი ეს გზავნილი ხო უმრავლესობის ლიდერისგან თქვენთვის რა გზავნილია? 2012 წელს როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ მაშინაც თქვით, რომ მომავალი პარლამენტისთვის ჩვენ გვჭირდება ახალი სისხლი, ახალი ძალა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა 100%-ით განახლებული. ეს ბუნებრივი პროცესია და ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს ინტერესი, რომ მისი პოლიტიკური გუნდი განაახლოს. როგორც განახდა, შეიძლება მომავალ პარლამენტში აჩიკო იყოს ძველი. ხო? პირობითად თუ ვიტყვით, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ძველით და ახლით რაიმეს რეალურ დახარისხებას ვახდენთ. თქვენ დაუნებურად საინტერესო რამ თქვით, შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეთ იმ მდგომარეობაში, რაც ეკაბესელია იყო და ეს წესით უნდა გაითვალისწინოს ყველა. ნინო დამეჯერეთ პარლამენტში ყოფნა და ძველის ან ახალის რაღაცა სისტემაში მოქცევა. იდეა ფიქსი არის ის მიზნები, ამოცანები, რაც ქვეყნის პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებს უნდა მოემსახუროს და პარტიის პოლიტიკურ პლატფორმას უკავშირდება, ის ჩვენ შევასრულოთ. ახალგაზრდა გააკეთებს ამას, ძველგაზრდა თუ ახლად მოსული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ აი ახლებსა ძველის გარდა ყველას გვაქვს სურვილი, გულწრფელად გეტყვით, მეც მაქვს სურვილი, რომ მომავალ პარლამენტშიც იყვნენ ახალი თაობის პოლიტიკოსები, რომლებიც არ ვიცი, ახალი შემართებით შეძლებენ პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება საქართველოში, იმიტომ რომ ნებისმიერ ასე თქვა ძველ პოლიტიკურ სპექტს თავისი უპირატესობაც აქვს და თავისი სუსტი მხარეებიც აქვს. იმიტომ ბუნებრივია პროგრესის მომხრე ვართ ახლა ყველა. აქ ნუ დაინახავთ რაღაცა კონკრეტულ პოლიტიკურ გზავნილს, რომ ამით აუცილებლად რაღაცა უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია შეცვლა, ეს ნიშნავს მხოლოდ პოზიტივისკენ წასვლას ჩვენს ასე თქვა წარმოდგენაში. და ნაკლებ გლოვას იმაზე რაც იყო, რომ იმაზე რაც დაიკარგა, იმაზე ვინც ჯერ კარგვის პროცესში. არა, გულდასაწყვეტია, გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის გულდასაწყვეტია და გუნდისთვისაც რა თქმა უნდა. მე არ მგონია რომ აქ ვინმე არსებობდეს, მათ შორის ისინი ვინც გავიდნენ, როგორი არ წდებოდეთ. და მე მეცაც ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ სუდია, როცა რამდენიმე დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა, მე აქაც არ ვიცი, გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, ვეგონო თქვენს მაყურებელს, აქაც მგონია, რომ შეიძლება ამან კარგი შედეგებიც მოიტანოს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა მუდმივად ვართ იმ ჭაობში, რასაც ქვია რევანშის სურველ ოპოზიციასთან ბრძოლაში ვართ მუდმივად. ნუ არ გულისხმობ აქ პატრიოტ ალიანს ირმას მე განსაკუთრებულ პატივს ვცემ. ჩვენ ვართ ნაცების ნაციონალ მოძრაობის დარჩენების რაღაც რევანშისტულ პოლიტიკურ ბრძოლასთან მუდმივ ჭიდილში. ამ გუნდის ჩამოყალიბებით თუ ისინი მართლაც შეძლებენ კონსტრუქციული ძლიერი ოპოზიციის ფორმირებას, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს საერთო პოლიტიკისთვის, ქვეყნის პოლიტიკური კულტურისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს. მაგრამ როცა ჩვენ საუბრობთ ძველები, ახლები, ეს მე არ მომფიქრებია ეს რეალობა, ეს თვითონ იხსენიებთ ეს ერთმანეთს და მოკლედ ამას რომ თავი დავანებოთ, იქ თქვენ გუნდში არიან კიდევ არის ერთი ჯგუფი პორტირებულების, ხო? რომლებიც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის სამსახურში და ახლა არიან აქტიურ ფაზაში, ოცნებაში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მაგალითად ვანო ზარდიაშვილი. აი შეგიძლიათ მითხრათ რა გაქვთ მასთან საერთო ღირებულებითი სისტემის თვალსაზრისით და გაქვთ რა პროტესტი, როდესაც მის ირგვლივ შეკრებილი თქვათ გუნდი გიწყვეტ ბევრ ამას, მათ შორის განსაკუთრებით მოსამართლეების თემას. ნინო, პირველ რიგში არც მე და არც ნებისმიერ ჩემ კოლეგას არავის მიმართ პასუხისმგებლობა არ აქვს. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ქვეყნის წინაშე, პოლიტიკურად პარტიის წინაშე და ივანიშვილის წინაშე. და პარტიის წინაშე, მათ შორის ივანიშვილის წინაშეც და ისევე როგორც ბატონ ბიზინას ჩვენს წინაშე, იმიტომ რომ ჩვენც მისი გუნდის ნაწილი ვართ. ეს აბსოლუტურად ურთიერთ კავშირშია და არა ის რომ მარტო მის მიმართ. მასაც აქვს ჩვენს წინაშე პასუხისმგებლობა და ეს ამას ის პირველ რიგში უსვავს ხოლმე ხალხს. როცა საუბრობს იგივე 2012 წლის გამარჯვებაზე,
ის პირდაპირ უსვებს ხას, რომ ის მარტო მისი დამსახურება არა, ის ყველა იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში და თუმცა არა მათი ვინც ახლა მე ვახსენე, ხო, მაგალითად იმპორტირებულების ვინც აღმოჩნდნენ თქვენ გუნდში და ვინც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ. პასუხისგებლობაზე. ეს პასუხისგებლობა, ნინო, პირველ რიგში, როცა ვსაუბრობთ, სახელმწიფო ინტერესებს უნდა იმსახურებოდეს, აქ უნდა გამოვიდეთ აბსოლუტურად ყოველთვის ღირებულებებიდან და მოქმედებებიდან. დიახ, ჩვენ გუნდის შიგნით არის დაპირისპირებაც, არის 100 სხვადასხვაობაც. ამაზე უფრო რთული დაპირისპირებაც და კამათის მე მინახავს წინამოწვევის პარლამენტში. თუმცა ჩვენ შევძელით და მე ვფიქრობ, რომ ასე თქვა 2012 წლამდე მოწვევის პარლამენტებთან მიმართებაში ის უპირატესობა გვაქვს, რომ ჩვენ გუნდის შიგნით გვაქვს ის სწორი დემოკრატიული პროცესი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რისკები შევამციროთ, პოლიტიკური რისკები შევამციროთ და არ მივიღოთ ესეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას დააზიანებს. ამიტომ მე და კოლეგები ერთმანეთთან შეიძლება პიროვნულად საერთოდ ურთიერთობაში არ ვიყოთ, მაგრამ თავარია საქმესთან მიმართებაში სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. და აი საქმესთან მიმართებაში რომ მიიღებს თქვა ვანო ზარდიაშვილის ირგვლივ შემოკრებილი გუნდი გადაწყვეტილებებს თქვენ გიჩნდებათ პროტესტი. იქნებ გამაგებინოთ. აი ის გუნდი თქვა ბატონ დინარაძე, ბატონ თალაკვაძე, თქვა იგივე გუნდი, რომელიც არის უფრო ამ წუთში ირაკლი კობახიძის გუნდად ჩამოყალიბებული, რომელშიც არის. მე ვფიქრობ ეს უფრო ილუზიებია, რომ რაღაცა პატარა ჯგუფი ქმნის ან ამზადებს გადაწყვეტილებებს და არის პარლამენტის წევრები, რომლებიც ამას ხარს უჭერენ ან არ უჭერენ. ეს ასე არ ხდება, ნინო და ნუ შეუქმნით საზოგადოებას იმის შთაბეჭდილებას, რომ რაღაცა ჯგუფი ვინმეს მართავს. ასეთი რამე ჩემთვის შეურაცხყოფელია. მოსამართლეების თემაზე მე ჩემგან გესმით ეს თქვენ არიცით ეს რომ ასეა? შეურაცხყოფელი ჩემგან ნათქვამია და არა ის რომ ეს ასეა. ეს რო ასე არაა და ამის მე ვიტყოდი ხელოვნურად ფორმირება მიდის ამ აზრის. ამას მე დაგიდასტურებთ. დიახ, ამის ხელოვნური ფორმულება მიდის ამ აზრის, რომ რაღაც გუნდი ქმნის და მე სხვა საიძულებენ, რომ ამას ხმა მისცეს. ეს ასე რო არ არის, ბოლო პროცესებმაც კარგად აჩვენა. აი, თქვა ლევან გოგიჩაიშვილთან, ნიკა ბესელიასთან, გედი ფოფხაძესთან ვიზეთ თქვენ თქვით, რომ თქვენ მეგობრები არიან დღემდე გისაუბრიათ ამ თემაზე და არიცით რომ ეს ასეა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ნიკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილს და ასე შემდეგ. აქამდე რაც გადაწყვეტილებები მიუღიათ, ამ რომელიმე გადაწყვეტილების მიღების დროს რომელიმე სხვა ჯგუფს მოუხდენია ისეთი ზემოქმედება, რომ მათ აზრი შეეცვალათ? თქვენ წარმოგიდგენიათ? ან ჩემთან მიმართებაში ეს წარმოგიდგენიათ? ამიტომ აქვე თქვენ ეწინააღმდეგებით იმ სტერეოტიპს, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის და ვერც იქნება. იმიტომ რომ გუნდს აქვს საერთო ინტერესებია ეს ნებისმიერი საკითხი, პროექტი, ინიციატივა, რაც არის პრემიერის იქნება, მთავრობის იქნება, თუ პარლამენტის იქნება, გუნდში იმ დონეზე იხარშება, რომ იქ გამორიცხულია რომელიმე ერთმა ადამიანმა ან ჯგუფმა რაიმე საკუთარი ინტერესი გაატაროს, ეს შეუძლებელია. მით უმეტეს ჩემს გვერდით არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ძალიან მაღალი იმიჯი და პროფესიონალიზმი ახასიათებს და საკუთარი წამსი აქვს და ასეთი მიდგომით მე ვფიქრობ სერიოზულ შეურაცხყოფას ვაყენებთ ამ ადამიანებს. ეს ასე არ ხდება და ამ სტერეოტიპის დამკვიდრება არის მე ვფიქრობ სწორედ ჩვენი ოპონენტების სურვილი, რომ რაღაცა შეიქმნას ბნელი ოთახი, სადაც თითქოს რაღაცა უმრავლესობის გარეთ ხდება გადაწყვეტილების მიღება. ან თქვენ ამბობთ, რომ ეს რომ ასე იყოს, ეს შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ეს ასე არ არის. ეს თქვენთვის მიუღებელი იქნებოდა. ეს ასე არ არის უბრალოდ. ეს ასე არ არის და ვერც იქნება. კარგით. ამის რესურსი არ არსებობს. რაც ეხება ჩემ ბოლო კითხვა იქნება ბოლო კითხვა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომელთანაც არის დიდი მიმოსვლა, თქვენ ხარ ყოფილხართ. არა, მე საკითხზე მქონდა უბრალოდ საუბარი უმრავლესობის ფორმატში. რა საკითხი იყო შეიძლება არ ეხება მიმდინარე. აი მისი როლის შესახებ რაც შეგიძლიათ რომ გითხრათ პროცესში. ის მონაწილეობს უმრავლესობის ხდომებში, მე ნაწილს იბარებს თავისთან, იქ შედიან, გამოდიან, მე უცებ გადაწყვეტილებებს ცვლიან, თქვა გუშინ ჩაშლილი კომიტეტის ხდომა ვნახეთ ჩვენ, რომელიც პირდაპირ მიეწერა კომიტეტის თავმჯდომარის წინა დღის ვიზიტს ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში. კარგია რომ ეს თემა გამახსენეთ, იმიტომ რომ თქვენ რაც აქამდე მითხარით, რომ პატარა ჯგუფი მართავს თელ პარლამენტს, აქვე შეეწინააღმდეგეთ თქვენ იმ ინფორმაციის გაჟღერებით, რომ ბატონი ბიძინა, რომელიც ქართული ოცნებისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია, ის ცდილობს როგორც გუნდურად, უმრავლესობასთან ხანგრძლივი დიალოგითა და დისკუსიით, ისევე ინდივიდუალური მუშაობით
მეტნაკლებად ასე ვთქვათ განიხილოს სხვადასხვა საკითხები. მე მithქვათ რომ ის საკითხები. პატარა ჯგუფი ივანიშვილისგან დამოუკიდებლად ან მისგან მალულად მოქმედებს. ასე რომ მე გეტყოდით რომ ეს ასე არ არის. ასე რომ ის პროცესი რაც მიმდინარეობს ქართულ ოცნებაში მე აბსოლუტურად ბუნებრივად ხედავ და ეს არ დაწყებულა დღეს, ასე იყო 2012 წლიდან მოყოლებული, როდესაც ჩვენ გრძნობიარე და მნიშვნელოვან საკითხებს გავდიოდით ყველა ერთად, მათ შორის ცალ-ცალკეც და მათ შორის ჯგუფურად პოლიტიკური მიმდინარეობის თუ ინტერესების მიხედვით, იმიტომ რომ იცით რომ ქართულ ოცნებაში არიან სოციალისტები, კონსერვატორები, სხვადასხვა მწვანეები, სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენლები, ამიტომ აქაც საჭიროა ინდივიდუალური მიდგომები. ეს ჩემთვის პირადად კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია იმისი, რომ თვითონ ჩვენს გუნში პროცესი პოლიტიკურად, დემოკრატიულად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ასეთ სხვადასხვაობა იქნება. მთავარი არის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და რაზეც პასუხისგებლობა ყველამ უნდა ავიღოთ. მე შეიძლება ყოფილა შემთხვევა გულწრფელად გეუბნებით, როცა მე არ ვემხრობოდი საკითხს, მაგრამ რამდენადაც ვთვლიდი, რომ უმრავლესობა ამას იზიარებდა, მე ის პასუხისგებლობა გავიზიარე და ეს არის გუნდური თამაში. დამოუკიდებლად თამაში და მოქმედება უმარტივესია მერწმუნეთ. მით უმეტეს პარლამენტში სადაც ტრიბუნა გაქვს. თუმცა ალბათ ამით რომ არსებობს თემები, სადაც გინდა სამწუხაროდ სადაც ჯობს რომ იყო პრინციპი ძალიან მოდებულია ქვეყანაში და დააბრალებს სხვა რასაც გინდა და პასუხს არავინ არ მოგხსოვს და კამერის წინაშე ყოველდღე იდგები. თქვენ უმრავლესობაში ხართ მყარად. მიუხედავად იმისა, რომ ძველების კატეგორიაში ხართ. სამუდამო არაფერი არ არის. ამ ეტაპისთვის გულისხმობ ბუნებრივი აი ამ პროცესი. თავის დროზე არის სამშობლო ღმერთი და ადამიანი, ასე რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია. მეოთხე ჰიპოსტაზი ჯერ თქვენთვის ამას არ დამატებია. შეიძლება სხვა დროს გამოჩნდეს. კარგით. მადლობა ირაკლი სესიაშვილს, ქართული ოცნების წარმომადგენელს, პარლამენტის თავდაცვითი უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. რეკლამის შემდეგ ჩვენ გველიან სტუმრები, გუბა სანიკიძე, დემოკრატიული მოძრაობიდან, თინა ხიდაშელი, თავდაცვითი ყოფილი მინისტრი, ასევე ყოფილი სახელმწიფო მდივანი მინისტრი პაატა ზაქარიაშვილი და ნინო გოგუაძე, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი. დაგველოდეთ საინტერესო საუბარი გვექს. პოლიტმეტრი დაბრუნდა სტუმრებთან ერთად სტუდიაში ქალბატონები თინა ხიდაშელი, ნინო გოგუაძე, მადლობთ ქალბატონებო სტუმრობისთვის, ასევე გუბა სანიკიძე, პაატა ზაქარიაშვილიც არიან ჩვენთან ერთად ჩართვებით საღამოშიდობისა, ასევე მადლობა მობრძანებისთვის. თინა, თქვენ დავიწყოთ მოდით პროცესი, რომელიც ახლა მიდის. შიდა პარტიული პროცესი ერთ შეხედვით, ხო, მაგრამ პირდაპირ კავშირშია შიდა პოლიტიკურ პროცესთან და ყველაფერ დანარჩენთან, რის გამოც ეს პროცესი დაიწყო, მათ შორის ეს ჩვენთვის ყოველთვის თქვენეულ მოსამართლეების თემასთან. როგორ ფიქრობთ, აი რა ფაზაშია ეს პროცესი და ეს უმართავი პროცესია, თუ ეს არის კარგად კონტროლირებული პროცესი? მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, სტუმრებს. არა, მე ვფიქრობ, რომ უმართავია იმ თვალსაზრისით თავისთავად, რომ ბიზნეს აივანიშვილს დაკარგული აქვს კონტროლის სისტემაზე პარტიულად, სახელმწიფოებრივად, რა ვიცი, ნებისმიერი პარამეტრი, რომელიც უნდა აიღოთ, სრულ ქაოსშია და შესაბამისად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დოზითაც კი ვეღარ აკონტროლებს ამ ვითარებას, როგორც მაგალითად მაისამდე, როდესაც ძლევამოსილი დაბრუნება ქონდა და გვითხრა, რომ აი ახლა მოვალ და ყველაფერს დავალაგებ და ყველაფერი კარგად იქნება და ყველა ხედავთ, რომ ის მერე გაცილებით უარესად არის ყველაფერი ვიდრე მანამდე. ეს გზავნილი თავისთავად მაისიდან დღემდე რაც ხდება, არის იმისი ყველაზე კარგი დასტური, რომ ის ვერაფერს ვერ მართავდეს და პროცესი ქაოსურია. მეორეს მხრივ მე ეს ბერჯელ მithქვამს და არც დღეს არ მოვერიდები იგივეს გამეორებას, რომ არ მჯერა გულწრფელობის იმ ადამიანების უმრავლესობის, რომლებიც დღეს უმრავლესობას ტოვებენ რაღაცა ღირებულებითი დაპირისპირების გამო. და ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ამ დატოვების, ამ წასვლა წამოსვლის, ვერ წასვლის, მერე ისევ წასვლის, მერე კიდევ ვერ წასვლის თავარი მიზეზი იმაშია ზუსტად რაზეც დღეს არჩილ თალაკვაძე საუბრობდა. რომ ახალი ადამიანების ძიების პროცესში არის ქართული ოცნება, შემდეგი არჩევნების და შესაბამისად ვიღაცები ვეღარ პოულობენ საკუთარ ადგილს შემდეგში, ამიტომ დღეს იწყებენ პოლიტიკური პლატფორმის გაკეთებას იმისათვის, რომ არ დაკარგონ ოცნების. ეს ოქრივი ინტერესია, ოცნება სჭირდება ახალი ძალები, თქვენ ამბობთ ძველებს, ეგრეთ წოდებულ ძველებს სჭირდებათ პოლიტიკური სახლი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პლატფორმა და შესაბამისად მათ ჩათვალეს რომ არა ინტერესების რაღაც გაგებით არ არის თამაში, იმიტომ რომ ადამიანები ეძებენ საკუთარ ადგილს, სამწუხაროდ ქართული ოცნების თემა არაფერ შუაშია, ის თავარი თემა, რომლის გამოც იყო აქცენტური, უკიდურესად საინტერესო მოსახლეობასთან რეზონირებდა და ამიტომ რა თქმა უნდა სწორედ ეს თემა ამ თემის გამოყენება მოხდა
რეალურად აი ამ პლატფორმის შექმნისთვის. რომლის შექმნასაც ისინი ცდილობენ ჯერჯერობით. არ ვიცით რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამოცანის შესასრულებლად სასამართლო იყო მშვენიერი თემა. რომ არ ყოფილიყო სასამართლო, მე ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება 2-3 კვირის შემდეგ მოხდარიყო ეს ამბავი და ასეთივე თავგამოდებით ელაპარაკათ ამ ადამიანებს ანაკლიაზე მაგალითად. რადგან დღეს არც ერთი ხმას არ იღებს. ანუ ნებისმიერი მსუყე თემა, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ საზოგადოებისთვის ადვილად გასაგები ყოფილიყო, რატომ არის პრობლემური, რატომ ჭირდება სხვაგარი რეგულირება და რატომ დაცილდა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს. ამ სცენარში მშვენივრად ეწერებოდა სასამართლო იყო პირველი სხვების მიერ შექმნილი თემა, სხვების მიერ გულწრფელად ნაბრძოლი თემის მითვისება გადაწყვეტეს მათ, რაც თავისთავად ცუდი არ არის საპარლამენტში რომ გადაინაცვლა ამ პროცესმა და პარლამენტში რომ ამან გააჩერა მოვლენების დაჩქარებული რბოლა, რომელიც მიმდინარეობდა ამ ადამიანების უზენაეს სასამართლოში დასანიშნად, ეს თავისთავად კარგი და პოზიტიური მოვლენაა, მაგრამ მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ აქ რაღაცა განსაკუთრებული ღირებულებითი დაპირისპირება გვაქვს. ქავდო ნინო, ჩვენ ხედავთ, რომ პროცესი მართულია, რა თქმა უნდა, ბიზნესმენშვილის მიერ არა წამსვლელთა პროცესი, ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ აი შიდა პროცესები მისვლა-მოსვლა ხედავთ მანქანებში ადამიანებს, დეპუტატებს, გარე ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან მის, თქვათ, ასე ეგრეთ წოდებულ PR-ში, ხო, ამ პროცესის, თქვათ, გარე კომუნიკაციაში. როგორ ფიქრობთ თქვენ სიძლიერეს გრძნობთ აი ამ პროცესში ივანიშვილის მხრიდან აი ესეთ ძლევამოსილებას, როგორიც ეს თქვათ იყო ცოტა ხნის წინ თინემ თქვა რომ მაისში უფრო პოზიციები ძლიერი იყო. მოგესალმებით ნინო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და სტუმრებს. რაღაცებში დავეთანხმებით თინას, რაღაცებში არ დავეთანხმები. მე მგონია, რომ წასვლა-მოსვლის პროცესიც მართულია და მართულია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. სანამ იგი დაბრუნდებოდა პოლიტიკაში, მანამდე აი დაპირისპირება რო დაიწყო მართლ გუნდში ნინიასთან დაკავშირებით, მაშინვე ვთქვი მე, რომ თუ გაგრძელდება ასეთი ჭირვეულობა, გაუგებარი დამოკიდებულებები, როგორც მაშინ მოხდა გვახსოვს ჩვენ გედის მხრიდან ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადებები, მე ვთქვი რომ ეხლა ქართულ ოცნებას აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა და ერთი ადამიანის ფასი ისეთი არ არის, როდესაც ჩვენ რომ დავტოვეთ უმრავლესობა, მაშინ რომ მქონდა და გამოეკიდნენ გედის და თითოეულ ჩვენ თანაპარტიელს და მერე ნაციონალებიდან შეიყვანეს, რომ უმრავლესობა ქონოდათ მყარი და მაშინვე დავარქვით ჩვენ ნაციონალური ოცნება, ქართული ოცნების უმრავლესობას. ეხლა ერთ ადამიანს ისეთი ფასი არ აქვს და თუ ეს ჭირვეული გაუგებარი ბიძინას სურვილი საწინააღმდეგო მოვლენები და პროცესები გაგრძელდებოდა უმრავლესობაში, სრულად უმტკივნეულოდ ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე ბიძინა ივანიშვილი დაემშვიდობებოდა ამ ადამიანებს და ეს პროცესი მიმდინარეობს დღეს ქართულ ოცნებაში. დღეს აქ ამ სტუდიაში უქროსორე დიანა ტრაპაიძის გადაცემაში იყო ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც თუ რამე გამაკვირვებდა, არ მეგონა და საოცარი რამ გვითხრა, ქართული ოცნების დეპუტატი, მან გვითხრა, რომ ჩემი თავისუფლების წყარო არისო ბიძინა ივანიშვილიო. ზაქარია ქოსტაშვილზე საუბრობთ? დიახ, ზაქარია, თავისუფლების წყარეო, ძალაუფლების კი არ თქვა და აქ გამოჩნდა საერთოდ ამ ადამიანების როგორ აღიქვამენ საერთოდ თავისუფლებას, ხო? ისინი დაუპირისპირდნენ თავისუფლების განსაზღვრებასაც კი. და იმის მაგივრად, რომ თავისუფლება თვითონ სიტყვა კარნახობს, რომ შენ გაქვს უფლება განაგო შენი ბედი, მიიღო გადაწყვეტილებები, პასუხი აგო შენს არჩევაზე, შენ იაზროვნო დამოუკიდებლად და საკუთარ თავში მოიპოვო ეს თავისუფლება, მან გვითხრა, რომ ჩემი თავისუფლების წყარო არისო სხვა ადამიანიო და ეს სხვა ადამიანი არისო ბიძინა ივანიშვილიო. პრინციპში მნიშვნელობა არ აქვს სხვაში როცა ეძებ და ამასთან ერთად მან გითხრა არა ეს არის ფუნდამენტური პრობლემა თვითონ თავისუფლების გაგების. კარგად უნდა გვესმოდეს, ხო? როდესაც მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი მარტო არ არის თავისუფლების ასეთ გაგებაში, ქართული ოცნების უმრავლესობის გუნდში და როდესაც თავისუფლების გაგებასთან ასეთი ფუნდამენტური პრობლემა გაქვს, მაშინ რა საკვირველია ამ ხალხის
მიერ აშენებული სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი და ვერც მოქალაქეების თავისუფლების გარანტია ვერ იქნება ეს სახელმწიფო. მეორე საინტერესო რამ გითხრა და ესეც მიმდინარე პროცესებს ეხება და ამიტომ მოვიტან მან დელიკატურობის ბიძინა ივანიშვილის დელიკატურობის დასადასტურებლად გითხრა რომ ბატონმა ბიძინამო ამ ადამიანებს შესთავაზა სამი რამო ანუ დარჩითო ან გაგრიცხავთო და ან თქვენ თვითონ წადით როგორც გინდათო ანუ ეს ადამიანი ვერ მიხვდა რომ ბატონმა ბიძინამ უთხრა რომ კაპიკია ჩემთვის თქვენი ფასიო თავისი გუნდის წევრებს უთხრა რაც გინდათ ის გიქნიათ კაპიკია ჩვენი ფასიო და როდესაც ადამიანს თავისუფლების წყაროს ასეთი დამოკიდებულება აქვს თავისი გუნდის წევრების მიმართ მაშინ ადვილი წარმოსადგენია რა დამოკიდებულება აქვს გუნდის მიღმა დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან. ასე რომ აი ეს პროცესი, როდესაც რომ მიმდინარეობს, ეს არის დიახ, ზუსტად კაპიკია მისთვის ინდივიდუალურად ერთი ადამიანის ფასი, მას აინტერესებს რაოდენობა. და რაოდენობა გამსვლელების იქნება ზუსტად იმდენი, რომ არ დაიშლება საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა ის უმრავლესობა საპარლამენტო უმრავლესობა და არ შეიქმნება მართლობითი კრიზისი და ერთი რამე მინდა კიდე დავამატო აი ეხლა ბატონ კობახიძეს თალაკვაძეს და მდინარაძეს რომ გონიათ რომ გაიმარჯვეს და 2020 წელს თავის თავს ხედავენ თავარ ბირთვად 2020 წლის არჩევნების საპარლამენტო სიაში აქვე მინდა ვუთხრა რომ ძალიან ტყუილად გონიათ დიახ ბატონ ბიძინას ეს ჩვევია მას აქვს აღებული გეზი როგორც ჩანს ახალი ადამიანების მოსაძიებლად და თუ ძალიან დიდ უარყოფით რეიტინგს დააგროვებენ მისი სურვილების ასე მონურად შესრულებაში მათაც ისევე თავისუფლად დაემშვიდობება როგორც ამ ძველ თანამედროვეებს შესთავაზებს მათაც სამგზას ისე მაინტერესებს თქვენ აქ ვინც ახლა ვსაუბრობთ 4 ჩემი რესპონდენტი 4-ვე ყველაზე ძველები ხართ იმათ შორის ვისაც ვსაუბრობთ ხომ იმიტომ რომ თქვათ თქვენ იყავით პირველები ვინც მასთან იყავით და შემდეგ წამოსულთაგანაც ერთ-ერთი პირველი ნაწილი ხართ ხომ ამ კოალიციიდან გამოსულებს გულისხმობ ასე გითხრათ რომ ის გიტეხიათ გინდაც დარჩით გინდაც წადეთ გინდაც გინდაც ესკენით ასე გავარუთქოს მან იცის მე ყოველთვის ვამბობდი ამას და ეხაც იგივეს გავიმეორებ რომ ბიძინა ივანიშვილმა იცის ვის როგორ უნდა ელაპარაკოს არასოდეს მას ასე ინდივიდუალურ საუბარში ეს შეცდომა არ მოსდის მან იცის ვისთან რა ტონი უნდა კონდეს და რა სიტყვებით უნდა ელაპარაკოს ამიტომ ეხა ეგეთი რამე ჩვენთვის რა თქმა უნდა არ უთქვამს ჩემთვის არ უთქვამს კი არა უბრალოდ არც მოუყვები ჩვენს ურთიერთობას მაგრამ რაც საკვირველია რაც მთავარია ერთი წამი ეჭვია შეპარვია იმაში რომ მე ირაკლი ალასანიასთან ერთად დავტოვებდი გუნდს ეს მან იცოდა ჩვენი ურთიერთობის მიუხედავად აი რო გავიმარჯვეთ ერთი თვის თავზე როდესაც მე მასთან საკმაოდ მძაფრი დაპირისპირება და შეკამათება მომივიდა აი მთავრობის ხდომის მერე და მან ზუსტად იცოდა სხვათა შორის ძალიან გაუკვირდა როდესაც გაარკვია რომ მე მასთან არ ვაპირებდი დარჩენას მაგრამ მან იმ მომენტიდან იცოდა რომ როგორც კი ირაკლი ალასანიას დაითხოვდნენ კოალიციიდან მე მასთან გავყვებოდი. კარგით, ბატონ გუბას თქვენკენ გადმოვალ თუ შეიძლება აი პროცესი რომელიც მიდის რომელზეც ახლა საუბრობთ მოსაოდნელი იყო ეს პროცესი ჩვენ ახლა არ მინდა რომ დავიყვანო პარტიული პროცესის განხილვის თქვათ კატეგორიაში ეს დიდი პროცესია შიდა პოლიტიკური პროცესია ვინაიდან ეს გადალაგება რაღაცა ტიპის პირდაპირ კავშირშია 2020 არჩევნებთან ხომ აი მოსალოდნელი პროცესი დაიწყო თქვენთვის პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ სტუდიაში მსხდომ ჩემთვის ძალიან ძვირფას ქალბატონებს. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ახლა ამ შეკითხვაზე იმთავითვე პასუხი ცხადე იყო, იმიტომ რომ პოლიტიკურ გუნდს ძალიან ხშირად ახსენებენ ამ სიტყვა გუნდს, ისე რომ მომაბეზრებელი გახდა უკვე.
გუნდს აქვს გარკვეული თვისებები, ხო, რაღაც საერთო გეგმა უნდა გქონდეთ, საერთო ხედვა უნდა გქონდეთ. ხანდახან საერთო დანაშაულიც აქვს გუნდებს, ხო, მეკობრეებს გულისხმობ მაგალითად. ეს ამორფული მასა იყო იმ თავითვე, ამიტომ დაშლა პირობითი არის, იმიტომ რომ ის იშლება, რაც თავის დროზე ერთიანი იყო, ხო, ამიტომ ხდება ის, რაც მოსალოდნელი იყო, ხარჩევნები ახლოვდება, ადამიანები საკუთარ თავს ეძებენ ბზის ქვეშ. ზოგი უფრო გამოცდილია, ზოგი უფრო გამოუცდელია. მე დავეთანხმები ქალბატონ ნინოს, რომ აი ამ ახალ ეგრეთ წოდებულ კომკავშირლებს რა უხარიათ ვერ გავიგე რა. იმიტომ რომ ყველაზე მძიმედ მე მგონი მათი საქმე არის და მათი საკითხი არის, იმიტომ რომ პოლიტიკაში ასე ხანმოკლე ყოფნის პირობებშიც კი და დროშიც კი მათ მოახერხეს ის, რომ საყოველთაო სიძულვილი დაიმსახურეს. საზოგადოების ხოთა შორის. მე ჯერჯერობით მაქებარი კაცი ამ ახალგაზრდა გუნდის ვერ ვნახე ვერავე. და კადრულობენ იმას, რაც არ უკადრია არასდროს საქართველოს პოლიტიკაში არავის რა. აი რა ასეც ბატონო გუბას ეს ხომ არ არის ცოტა უტრირებული. აი შეგიძლიათ მითხრათ აი რა არის განსაკუთრებული მახასიათებელი ამ გუნდის, ვისაც ამ წუთში ფაქტია რომ ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილი. ხუვენბინები არიან რა, ახლა ხუვენბინები ვინ იყვნენ, ხო, დაძდებდნენ ყველა განათლებულს, ყველა გამოცდილს, ყველა ნორმალურს, ყველა ჭკუად ამდგარს და ჩვეულებრივი ხუვენბინები არიან, მაოძედუნს ყავდა თავის დროზე იქ და ჩვენთან ყავს ბიძინა ივანიშვილს და მე იმ ხუვენბინებმა ძალიან ცუდად დაამთავრეს ხოთა შორის, ეს არავის არ ახსოვს, ხო? ამიტომ საერთოდ ქართული პოლიტიკის პრობლემა ეს არის, რომ უაპელაციოდ და ყოველგვარი პირობების გარეშე შეუძლია ადამიანს შემოიჭრას პოლიტიკაში, ან ვიღაცამ დასვას პოლიტიკაში და მერე ველოდებით ან მის გაზდას, ან მის, რა ვიცი, ჭკუაზე მოსვლას, ან სწავლა-განათლებას და როგორც წესი, ასეთი გამოუცდელი ადამიანები ვნებს საქმეს, იმიტომ პოლიტიკა ისეთი პროფესია, მე მომხრე ვარ, რომ ახალგაზრდები და ახალი სახეები გამოჩნდნენ, ოღონდ არა იმ თავითვე სათავეში მოექცნენ, იმიტომ რომ თაფრუს დახვევა იცის, მათ გამოცდილება არ აქვთ, მათ არ უნახავთ წაგებები, მათ არ უნახავთ თვითონ მათ ეს გამარჯვება არ მოუპოვებიათ, ხო? და ახლა თქვენ სტუდიაში მსხდომი ადამიანები, აგერ პალატა ზაქარიაშვილი ერთად ვართ, აგერ მეორე სტუდიაში ჩვენ, ხო? ჩვენ გვიწვალია, გვიომია, წაგვიგია, ქუჩიდან შევსვით, ჩვენ ოპოზიციიდან შევდიოდით სულ პარლამენტში და არა პირიქით, რომ ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში რომ გადახტებიან ხოლმე პოლიტიკური მომთაბარეები. ამიტომ ის მოსაზრება, ფსევდო მოსაზრება, რომ ახალი სახეები გვინდა და ახალი სახეები თვითონ უნდა გამოჩნდნენ, თორე ასე რომ დაგვსვამენ ფიგურასავით, ხო? მერე ისე ფიგურასავით გადაგდებენ ხოლმე რა. ესენი უსულო საგნები არიან. ჭანჭიკები არიან იმ აბსოლუტურად პრიმიტიულ გარემოში, რა გარემო შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ხა ეს გემოვნების საკითხიც არის, ხო, ახლა დარე ხარისხი რო აქვს მის გემოვნებას, ესეც ცხადია. პოლიტიკურ გემოვნებაზე ვსაუბრობ ახლა. მაგრამ მათ აქვს სხვა განწყობები, აი ჩვენ ბატონ გუბას ვნახეთ არჩილ თალაკვაძის დაახლოებით 1 საათის წინ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის იყო ძალიან მხნე ის უმრავლესობის ლიდერია ხომ და ამბობდა რომ აი სიახლეებისთვის არის გუნდი გახსნილი და ნუ პირდაპირ იხედებიან მომავალში და ასე შემდეგ, აი ესეთი პათოსი იყო, ხო? მათ აძლევთ ბიძინა ივანიშვილი აი ამ პათოსის ქონის საფუძველს, ხო? ფაქტია. ეს მათ გონიათ რომ აძლევს რა. ეს ასე გონიათ მათ, ხო? ნაკლებად იცნობენ ბიძინა ივანიშვილს ხოთა შორის ისე. რაც შეეხება არჩილ თალაკვაძეს, ახლა არაფერი ირონული საწინააღმდეგო არ მაქვს, ახლა აღმოჩნდა რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა რომ პოეტობა დაუწყია ლექსების წერა და როგორც ჩანს ხომეროსი და ბაირონი შავი სათვალეები დადიან ქუჩე. ვურჩევ რომ პოეზიას მიხედოს რა, იმიტომ ეს საქმე მის საქმე არ არის და მის ახალგაზრდობას და მის ახალბედობას პოლიტიკაში ვარწმუნებ მას, ეს არის მეგობრული რჩევა, დიდი გამოცდა ელის მომავალში, ძალიან დიდი გამოცდა ელის. ბატონ პაატასთან გადავინაცვლებ თუ შეიძლება, ბატონ პაატა, წასულთაგან ერთ-ერთი ბოლო ხარ თქვენს პირველი ტალღის წასულთაგან თუ ასე დავარქმევთ, აი რა გეცნობათ პროცესში და რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ ისნობთ რა გარემოს, რომელიც ახლა არის ეპიცენტრში განხილვის. მოგესალმებით, მეც გუბას ვეთანხმები, მივესალმებ ჩემს ძვირფას მეგობრებს, დიდი მადლობა რომ ასე შევკრიბეთ და გვაქვს საშუალება
ერთად ყოფნის მართლაც ერთი მხრივ ძალიან შემაშფოთებელია ის რომ ყველაფერი ტრიალებს საქართველოში რაღაც მოჯადებულ წრეზე და ერთი იგივე შეცდომებს უშვებს ხელისუფლება მაგრამ კარგია ის რომ პროცესები მიდის და ცოცხალი პროცესები მიდის და ანუ მაინც არის ხალხი დარჩენილ ქართულ ოცნებაში პარტიას გულისხმობ ვინც ეწინააღმდეგება და ხვდებიან თავის პერსპექტივას რომ თანაც როგორც წესი გამოცდილი ადამიანები რომ და გამოცდილები არიან და იციან რომ თუ ეხლა კიდე ჩარჩენ მე ჩაეფლობენ როგორც ჭაობში ამიტომ თვლიან რომ უნდა წამოვიდნენ მე მაინც გონია რომ ის რომ პოლიტიკოსი სწორ მესიჯი ირჩევს და მესიჯით გამოდის ეს ცუდი არაა პოლიტიკა პოლიტიკოსის გარეშე არ არსებობს პოლიტიკა პიროვნების გარეშე არ არსებობს უკვე იულიუს კეირისი და მოყოლებული ესე არის როცა შეერწყა ერთმანეთში პოლიტიკოსი და პოლიტიკა აქედან მოყოლებულია თქმა უნდა ის რომ სასამართლოს თემა იქნება სხვა თემები იქნება პოლიტიკოსები ამას იყენებენ და ეფექტურად იყენებენ როგორც თავის სასარგებლოდ ისე საქმის სასარგებლოდ თემის სასარგებლოდ ამაში მე ცუცურებს რო ხედავ დღეს მართლაც საინტერესო პერიოდი არის ის რომ ოპოზიცია ერთიანდება აშკარად ჩანს რომ ის გამოწვევები რომელიც ქვეყანაში არის ინსტიტუციონალურად მოგვარდეს მაგალითად იგივე პროპორციული სისტემის ქვია დაბრუნებით ანუ ამ მიმართულებით მე მგონია რომ საჭირო არის მეტი კონსოლიდაცია და მეტი ერთობა ოპოზიციაში თუმცა თქო უნდა განსხვავებები ბევრი იქნება და მომავალში ალბათ იქნება ეს რეალისტური პროცესია ოპოზიციის ხო არა არ ვიცი მე იმედი მაქვს რომ რეალისტური პროცესი იმედი მაქვს და გამოცდილი პოლიტიკოსები იქნებიან ივანიშვილი თავისი მთელი რესურსით ამ პროცესში ეს ხალხია ვინც იცის რა არის პოლიტიკა საქართველოში და სულ სხვა არის საქართველოში პოლიტიკა იგივე სხვა ქვეყნებში შესაძლოა ყველა კარგია რომ ის ხალხი ვინც პოლიტიკა ესმის საქართველოში და გამოუვლეთ უამრავი პროცესები ისინი იკრიბებიან რათა ქვეყანას იზრუნოს და ამავე დროს თავის დაინახონ ამ ქვეყნის ზრუნვაში ამაში თავისთავად ვერაფერს სულ ხედავ შესაბამისად პროცესები მიმდინარეობს დაიწყო ქართულ ოცნებაში დროზე ადრე მე როცა გამოვჩით თუ შეიძლება სიტყვა სამ ეთერეცა ქვია საზოგადოების წინაშე წოდეთი წელს უკან თუ თქვენი ტელევიზიის საშუალებით იქ მაშინ თქვი სწორედ რომ ქვია პროცესები დაიწყებოდა უფრო ახლოს არჩევნებთან მაგრამ უფრო ადრე დაიწყო პროცესები და რაც კარგი არის ესე იგი უკვე აუტანელი იყო იქ ყოფნა და ამიტომ მე მგონია რომ მე უფრო იმედით უყურებ რომ შეიძლება ეხლა მაინც დასრულდეს 20 წელს მაინც დასრულდეს საქართველოში ბოლშევიკური მმართველობა სრულად სიტყვის მნიშვნელობით ერთპარტიული მმართველობა და საქართველო გავიდეს მართლა იმ ევროპულ რაღაც ხაზზე სადაც მრავალპარტიული მრავალ ასე თქვია იდეოლოგიური თუ შეიძლება პლურალისტური პოლიტიკა დაიწყება იმიტომ ამის რესურსები ქვეყანაში არის ბატონო ერთპარტიული მმართველობაც არის ქვეყანაში დღეს ეს პარტიის დღეს მართლა რა ტიპის მართვაა ჩემ ნუ ესა დამაფიქრებელია სწორედ ის რომ ის ვინც უნდა მართავდეს ის ვერ მართავს. ანუ როგონია რომ ბიზნესმენები მართავს და ნეტავი ამ შემთხვევაში მართავდეს, ცუდ რამეს ვიტყვი, ანუ ნეტავი მართლა მართავდეს და გოგონ მართლა რაღაცა გამოსდევს. იმიტომ რომ ჩვენ 4-ივე კარგად ვიცოთ, თქვენს კარგად ვიცოთ ბიზნესს და მართლა არ არის ბოროტების წყარო, როგორც მაგალითად ნაციონალური მოძრაობა იყო, მაგრამ აშკარად ამ ადამიანს არ შეუძლია გააკეთოს ის, რაც ის იმედის ქონდა თავის დროზე და ყველას მის გარშემო გონია რომ ის მართავს. დაახლოებით არის აი და მოხუცდება ძალიან ადამიანი და რა ფსაკეთება აღარ შეუძლია, რაღაც პატრიარქალური რაღაც მართლობა რომა რაღაც არ ვიცი ახლა ესეთი ან მაფიოზური მართლობა და რა ფსაკეთება აღარ შეუძლია. ძალიან დაბერდა მიხვდეთ ამისა, ვიდრე ის თავის სიტყვას არ თავით არაწევს, მანამდე არავინ არ ფსაკეთებს. აი სიტუაცია არავინ არ იცის მის გარშემო ვინც დარჩა, რა უნდა აკეთონ და უყურებენ თვალებში და უყურებენ ხელებში და მან კი არ იცის უკვე რა გააკეთოს აშკარად ვეთანხმები ჩემს მეგობრებს რომ მან დაკარგა მართვის კი არ დაკარგა ვეღარ მოკრიფა ვეღარ აკრიფას მართვის სადავეები და დღეს პრაქტიკულად უპილოტო ფრენაში ვართ პრაქტიკულად არ ვიცით ვინ მართავს ავტოფინანსს ფათასი არ არის აგერ რომ შეიძლება მინდა მივცე მას გამოხმაურების შესაძლებლობა არ არის უპილოტო ფრენაში ქვეყანა ქავდონინო მე დიდი ხანია ვფიქრობ რომ არც ისე უპილოტო ფრენაშია ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის აინტერესებდა ის სტრუქტურები რომლითაც იგი მართავს სახელმწიფოს ეს სტრუქტურები არ არის დემოკრატიული როდესაც ამ სტრუქტურებით მართავს სახელმწიფოს მას აინტერესებდა პროკურატურა სუსი შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაწილობრივ ხოთაშოს არ აინტერესებდა თავდაცვის სამინისტრო და ამიტომ იყო ალასანია და თინა ეთყობა თავდაცვის მინისტრები
აინტერესებს სასამართლო დიახ ყველა ძალოვანი ვეთანხმები რომ პოლიტიკოსები არ მართავენ ქვეყანას მართავენ არაპოლიტიკოსები ამაში ვეთანხმება თქო უნდა ანუ პილოტია პროფესიონალი არ მართავს უფრინავს მართავს თორე განათლების სისტემაში რა პროცესი მიმდინარეობს და მე თუ მკითხავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია განათლების სისტემაში იქ სადღაც სხვა ეკოლოგია ესენი არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრი როდესაც იყო არც მაშინ აინტერესებდა ეს სისტემები ასე თუ ისე ასე რომ მართავს მართვადი ქაოსით ზოგჯერ სპეციალურად შექმნილია ეს ქაოსი იმდენი რაღაც ხდება იმდენი სიძულვილის კერა არის გაჩენილი მე კი არ ვამბობ რომ ბიძინამ გააჩინა მაინდა-მაინც ყველა ეს კერა მაგრამ აი სათუც სიძულვილით კულტივირებული პოლიტიკა აი დაიწყო ეს ნაციონალების მიერ ხო რა მოხდა ნაციონალების ნაწილი გადაიბარა სისტემები გადაიბარა ზოგი ადამიანი გაუშვა ციხეში და ზოგი ადამიანი რომლის მიმართ სხვათა შორის სისხლის ამართლის საქმე არ აღუძრავთ დატოვა პოლიტიკაში სიძულვილის მაგალითად და როდესაც იწყება კულტივირება თუნდაც შენი პოლიტიკური ძალიან მიუღებელი ოპონენტის მიმართ სიძულვილით გაჟღენთილი ხდება ხოლმე მერე მთელი საზოგადოება და იმდენი სიძულვილის კერებია იმდენი პრობლემებია იმდენი ყოფითი პრობლემა აქვს ჩვენ მოქალაქეებს იმიტომ რომ ეს სისტემა არ არის მოქალაქის კეთილდღეობაზე და თავისუფლებაზე ორიენტირებული რომ შთამბეჭდილება რჩება რომ არავინ არაფერს არ მართავს და რაღაცა ქაოტურად მივდივართ ამ დროს ჩვენ თანმიმდევრულად მივდივართ არასამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით სადაც ინსტიტუტები კი არ მართავენ თავისი კომპეტენციის ფარგლებში არამედ მართავს ერთი ადამიანი თავისი შეხედულების მიხედვით და ყველა ამ ინსტიტუტს იყენებს იმის მიხედვით თუ რა სურვილი აქვს ახლა ან იმის წინააღმდეგ ვისაც ამოიჩემებს ამა თუ იმ მოსაზრებებით ასე რომ სუნთლად ეს ქაოსი უმართაობის ბრალი არ არის ჩემი აზრით და იმ სისტემებით მართავს რომელიც მას აინტერესებს და სჭირდება რა ჭირდება იმას იღენდეს მე ვიცი რომ ბატონ ბატას მალე უნდა დავამშვიდობოთ ამიტომ მინდა რომ ეს რეზუმეს საშუალება მივცე მაინც თქვენი პროგნოზით იცნობთ ჩვენზე მეტად რა უკეთესად ყოველ შემთხვევაში იმ გუნდსაც ვინც ახლა ირგვლივ არის ჩემზე უკეთ არ ვიცნობ აგერთიანთინა ამბობს მე მართლა არ ვიცი ტელევიზორიდან ვიცი და ბატონი ოხანაშვილი პირველად თქვენ ეთერში იყო ხო ბატონო ოხანაშვილი იყო თქვენთან ეთერში ეს არასოდეს არ გამოვიწყდება მის მერე ვიყავი მე სტუმარი ის რაღაცებს ლაპარაკობდა ვიცოდი რომ თქვენ რაღაცას შემეკითხებოდით ვისაც თქვენ და დავგუგლე და არ იგუგლებოდა განა მე არ ვიცნობდი Google არ იცნობს ადამიანს რომელიც ჩემი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა ახლა იგუგლება მინდა გითხრათ ასე რომ საერთოდ არ ვიცნობ ჩემლაწყობას მივაყენებთ ძალიან გთხოვ იმ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობთ მაჟორიტარები რომ არიან იცით რომელიმე რამდენიმეს გარდა რომელიც მაჟორიტარები მანამდეც იყო კი ბატონო აი ბატონ ბატას რომ დაულ კი ბატონ ბოდიში ბატონ რომ არ იცნობთ იმ ადამიანების გარემოცვით კი ბატონო და ვისაც იცნობთ ივანიშვილის თავსნობით როგორ ფიქრობთ პროცესი 20-20-მდე მივათვარე ივანიშვილი რომ გეგმავს ისე მას რომ სურს ისე არა შეპარება ხა მართლა თუ თქვი მე ახლები არის არ არის არ ვიცნობ გამოვოგნა გუში მაგალითად მარიამ ჯაშის განცხადება და ანუ პრესკონფერენციაზე კი არ თქვა რაღაც უაზრობა არამედ საპარლამენტო კომიტეტის შეკრება და გაყო საქართველოს ეთნიკურ ნიშნებად და ცალკე აზერბაიჯანელებს მიუნიშნა რაღაც უფლებები ეს იყო 90 წლების შენაგარ არ გამიგია მე ესეთი მართლაც უცნაური ფსუბუქათო შევაფასო და ეს თუ არის მომავლის პარტია და ეს თუ არის მომავლის ახალგაზრდა რომელიც ინგლისურიც კარგად იცის ეთყობა და უცხოეთში თუ სწავლია ხო არა გამოუგნებელია მართლაც როცა აი ესე ყოფს ეთნიკურ ნიშნებით ქართულ ნაციას რომელიც როგორც იქნა იკრება და როგორც იქნა მართლა ხდება რაღაც ინტეგრაციები და ყველა გასუსულია ხმას არ უნდა იღებს გარდა სახელმწიფოებმა მართლაც რაღაცა შეპასუხა არ ვიცი მე Facebook-ზე წავიკეთა სახელმწიფოების პასუხი ანუ თუ ეს ხალხი აი ამ ფორმით აპირებენ მომავალში შეყვანას ჩვენსაც ჩვენ ძალიან სწრაფად მივდივართ უკან სწორედ 90 წლებისაკენ და ეს ხდება შემაშფოთებელი მე არ გამოვა არანაირი 20-30 თუ არ
არის პოლიტიკა მემკვიდრეობითი და თუ წინათაობა არ გადასცემს უკანათაობას გამოცდილებას და თუ ერთად არ მუშაობენ, არაფერი არ გამოვაკეთებთ. ამიტომ მე მაინც გონია რომ იმედი მაქვს რომ სარჩევნები 20 წლის სარჩევნები ჩატარდება უკვე მაინც საბოლოოდ მოხდება გახსნა ყველაფრისა და საბოლოოდ ამში დაესწრება წერტილი ბოლშევიკურ მართლობას, როცა ერთი მართალია, ერთნი მართალნი არიან, რაღაც ჯგუფი და დანარჩენი ყველა არის მტრები. ეს უნდა მოისპოს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში და ვთვლი რომ მე იმედით უყურებ რომ ეს ამ ექსპერიმენტი არ გაამართლა, ძლიერი ქარი რო ამოვარდება და ან გამხმარ ხელს წააქცევს და ან ტოტებს ჩამოყრის, ნორმალური პროცესია. მე ვთვლი რომ ნორმალური პროცესია და ქართული ხალხმა კარგად იცის რა არის მისთვის მიუღებელი და აშკარად უკვე ჩანს რომ ვერ დარჩება ქართული ოცნება იმ ფორმით როგორც თალაკვაძეს აქ იმედი კი არა დინარეზე თქვა გონი რომ ქვია მალე დაწყმარდება დაგვინდება სიტუაცია ამ ტიპის რაღაცა თქვა რამოდენიმე საათის უკან და როცა სიტუაცია დაგვინდება და ახლა კი არა 20 წლის შემდეგ დინარეზე სად იქნება უკვე აღარავის აღარ დაინტერესებს უკვე ეს უნდა სულ სხვა ეპოქა დაიწყება უკვე ამ დროს და სამწუხაროდ ქართული ოცნება ხელი და გაუშვა დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ხელი და გაუშვა თავისი შანსები რომ მას კიდე გქონდა ერთი კვირის განმავლობაში. მადლობა პაატა ზაქარიაშვილს, ბატონო გუბას. აი აქ ითქვა ასეთი რამ რომ რაც აინტერესებსო ივანიშვილს რომელიც რატომ საუბრობთ ახლა მასზე არ ყავს საჩემებული ბუნებრივია უბრალოდ ვიცით რომ პროცესი პირდაპირ კავშირშია მასთან და მის მიერ არის მართული ასე ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში ახლა ითქვა აქ კაბატონ ნინოს მიერ რომ კონკრეტულ სფეროებს, რაც მას აინტერესებს, მართავს. დანარჩენი სფეროები შეიძლება მიშვებული ყავს და შემდეგ ასეთი ანალიზი გაკეთდა, რომ ამ ქაოსითაც შემდეგ სარგებლობს და კონკრეტულ ყალიბში აქცევს, იმიტომ რომ ქაოსიც მას რაღაც კონკრეტულ სიტუაციებში ჭირდება. ეთანხმებით ასეთი დონის მმართველია, ანუ ყველა ტიპის კონტროლი შეიძლება მის ხელთ იყოს, ყველა ტიპის ბერკეტი. არა, ყველა წესრიგისაც ყველა ტიპის ბერკეტი მას არ ჭირდება ახლა მას აქვს გამოცდილება წმინდა საბანკო გამოცდილება აქვს რა რომ ზოგადად უნდა მართოს უნდა იცოდეს მის ბანკში ვინ მუშაობს რას მუშაობს რას აკეთებს რითი სუნთქავს ხო ეს არ ნიშნავს რომ ახლა ყველაფერი დამლაგებელი უნდა იცოდეს ახლა პარლამენტში ვინ არის ხო ეს ასე არ არის მაგრამ ნინოს დავეთანხმები რა რომ არის საკითხები რომელიც მას არ აინტერესებს და არ იცის და არის საკითხები რომელიც ძალიან აინტერესებს ოღონდ ისიც არ იცის ამიტომ ჩვენ ვღებულობთ იმას რაც მივიღეთ ახლა ლოგიკურ დასასრულამდე მივედეთ პროცესი მე პატას დავეთანხმები პროცესი კარგია ესა ჯანმრთელი პროცესია დასაშლელი უნდა დაიშალოს გასანადგურებელი უნდა განადგურდეს პოლიტიკურად უნდა განადგურდეს გულისხმობ ხო აბა ყველას უსულებ 100 წლიან სიცოცხლეს ხო და ვიღებთ იმას რომ დღეს მაგალითად ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ნავსი იქნა გატეხილი ქართული პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი 90%-ზე მეტი ძალიან განსხვავებული ხშირად ერთმანეთის ოპონენტები ხშირად ტრობაში გადასულიც კი მოახერხეს და დასხდნენ და დაიწყეს უკვე იმ თავარ თემაზე შეთანხმება ანუ რა არის ეს თავარი თემა თამაშის წესების ჩამოყალიბება ეს არის წესიერი სამართლიანი საარჩევნო გარემო რომ დე ყველამ მიიღოს ის რასაც აიღებს არჩევნებში და აღარ გაყალბდეს აღარ ჩაიყაროს აღარ მოისყიდოს და ასე შემდეგ ამიტომ ჩვენ თუ დავაკვირდებით დინამიკას პოლიტიკური პროცესების ხო რა გვაქვს დღეს ოპოზიციის კონსოლიდირება სწორ და სამართლიან საქმეზე და ხელისუფლების დაშლა დანაწევრება ამიტომ ეს ქვეყნისთვის ჯანმრთელი პროცესია და ვთვლი რომ ეს კარგია და საბოლოო ჯამში მაინც მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ნინო რაც არ სწორად არ შენდება ის ყოველთვის ინგრევა მეც დარწმუნებული და მივიღეთ ეს რაც მივიღეთ ხო და მოგვიწევს სამწუხაროდ ისევ მეოთხეჯერ ახალი სახელმწიფოს აშენებლობა ჩვენ ხო სტარტების ხალხი ვართ და ფინიშზე გასვლა ძალიან გვიჭირს ხოლმე მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა მოგვიწევს ისევ მეოთხეჯერ ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ჩამოყალიბება ეს ალბათ 2020 იქნება მაგრამ თუ ოცნება და ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს ამას შეიძლება წელსვე დამთავრდეს ეს ამბავი რა მადლობა მადლობა გუბას ანიკიძეს სტუდიაში გადმოვინაცვლებ აი ინტერესებზე საუბრობდით აი ახლა რა არის თინა თუ შეგვიძლია გავაანალიზოთ ივანიშვილის ნომერი პირველი ინტერესი ამ წუთში
რაღაცნაირად უცებ ამოვარდება ხოლმე რაღაც თემები, სასამართლო აღმოჩნდა ხომ ინტერესი და რაღაცა კონკრეტული ხაზით მიდის. ახლა მივათ ვარ ბოლომდე ეს ალბათ ძალიან დიდ წილად დამოკიდებული საზოგადოებრივ განწყობებზე, ხომ? ახლა რაღაცა უცებ გაჩნდა ეს TBC-ის ხაზი და ანაკლიის თემა უცებ რაღაც ახალი პრობლემა წამოიჭრა ქვეყანაში. რა თემების იდენტიფიცირება შეგიძლიათ როგორც მისთვის პრიორიტეტული სამ ეტაპისთვის? მე ვფიქრობ, რომ აქ არც მოსამართლეები იყო ესე პირდაპირ აღებული მისთვის მნიშვნელოვანი თუ რაღაცა ფოკუსირებული, რომ აი ესე ხელმოსამართლებთან ესე უნდა მოხდეს და არც ანაკლიის სპორტი თუ რამე სია არსებობს, დარწმუნებულია, რომ ამ სიაში ამ სახელებით ეს თემები არ არის შეტანილი. თემებს უფრო დიდი სახელები ქვია და ეს არის პირველ რიგში ყველა საკვანძო ადგილზე ადამიანები, რომელიც და ეს მუდმივად იყო მისი ინტერესი და დღესაც დარჩა და აი ამ გააფთრებულ ომს, რომელსაც ყველანი ერთად უყურებთ სასამართლოსთან მიმართებაში, მხოლოდ ეს სახელი ქვია. რომ იყვნენ საკვანძო ადგილებზე ადამიანები, რომელთა სრული კონტროლით შეუძლია. სრული კონტროლი შეუძლია, იმიტომ რომ ისინი ყურებით ყავს დაჯერილი, მათი წარსულის გამო, მათი რეპუტაციის გამო, მათი პირადი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი მანამდე აწარმოებდნენ. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ესეც არ არის მისთვის საკმარისი და გაცილებით უფრო მეცე თქვენ წაღანი იკითხეთ, რომ რასაკეთებენ ეს ხალხი ისეთ განსაკუთრებულს, რაც სხვას არავის გაუკეთებიაო, როდესაც განსაკუთრებულ მათ უზნეობაზე და განსაკუთრებულ სიმდაბლეზე არის ხოლმე საუბარი. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებისთვის ყველაზე არაფერი აბსოლუტურად არანაირი ბარიერი, მორალური, ზნეობრივი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ამ სისტემის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას. რა თქმა უნდა, ეს არის მის მიერ ორკესტრირებული პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არის ახალი მორალი ჭყალებში, რა თქმა უნდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაადგინა და დააწესა და თქვა, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ყველანაირი ხერხი მოსულა. ამიტომ მის სიაში, თუ კი მას ასეთი სია აქვს, საკითხების სიაში, ნომერი პირველი ამოცანა არის მუდმივად საკვანძო ადგილებზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც შანტაჟი შეუძლია, რომლებიც კონტროლიც თავიდან ბოლომდე შეუძლია და რომლებიც არ ვერასოდეს ვერ გაბედავენ, რომ რაიმე იმისგან ოდნავი გადახვევა მაინც გააკეთონ, რაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში. ეს ინტერესები ხან პირადი იქნება, ხან პოლიტიკური, მაგრამ იმის მიუხედავად როგორია ეს ინტერესი იქნება დომინანტი. მეორე, მას ჰქონდა ეს პოზიცია, ეს არ არის ახლა სიახლე, ამაზე ადრეც გვისაუბრია. როდესაც ის ამბობდა მაგალითად რუსეთთან მიმართებაში, რომ მთავარია ჩვენი პოზიცია იყოს და მას საჯაროდ აქვს ეს ხო ბებჯოლ ნათქვამი, რომ არ გავაღიზიანოთ, არ გავაბრაზოთ, არ გავახსენდეთ, აი ისე უნდა მოვიქცოთ, რომ საერთოდ არ ვახსოვდეთ რუსეთს რომ ვარსებობთ. ამ ფონზე მას ძალიან სპეციფიური დამოკიდებულება აქვს ამ არ გავახსენდეს თეორიასთან მიმართებაში და შეუვალია რომ ჩვენ უამრავი კამათი და ჩხუბიც კი გქონია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აბსოლუტურად შეუვალია. ამის მერე არის რომ უკვე შესაქმეს აკეთებ იმის მიუხედავად ის რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს. შესაბამისად მერე მიდიხარ. ამიტომ ანაკლიის სპორტი არის ზუსტად აი ამ არ გავახსენდეთ, არ გავაბრაზოთ სცენარიდან თუ სიის ამ პუნქტიდან. როდესაც უცებ აღმოჩნდა, რომ კონსორციუმი სინამდვილეში წარმატებული გამოდგა, კონსორციუმმა იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ეს მანამდე იყო ჩაფიქრებული, პრაქტიკულად ყველა მოლაპარაკება დაასრულა, ამაზე მამუკა ხაზარაძემ ძალიან ღიად და გახსნილად ისაუბრა, თავად პროცესზე კონსორციუმის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების თარიღებიც კი თქვა, ხელმოწერები როდის შედგა, ურთიერთგაგების მემორანდუმი და იმ ძირითადი აქტების, რომელიც საფუძველზეც უკვე პროექტის განხორციელება უნდა დაწყებულიყო და უცბად, როდესაც აღმოაჩინა, რომ ამბავი, რომელიც სავარაუდოდ მას ეგონა, რომ დროში ისე გაიწელებოდა, პრინციპში უპერსპექტივო იყო, ამასობაში პოლიტიკურად მისთვის შიგნით მომგებიანი იყო, თუმცა ეგონა, რომ არ მოხდებოდა და ამიტომ მეტნაკლებად მშვიდად უდგებოდა, უცებ აღმოჩნდა, რომ ფაქტის წინაშე არის. და ხდება და რეალურია და რა თქმა უნდა ამის შემდეგ უკვე TBC ის პირდაპირ თავდასხმას ანაკლიის სპორტზე არ განახორციელებდა. წაღანას თქვი ხაც გავიმეორებ ძალიან კარგად იცის საად როდის, როგორ, რა ფორმატში უნდა იბრძოლოს. ამიტომ არის ძალიან გამიზნული და ამაში ეჭვი არ გეპარება. მე ეს თქვი იმ დღეს მაშინ სანამ არავინ არ ლაპარაკობდა ანაკლიაზე, გიორგი კვირიკაშვილი როდესაც წავიდა თანამდებობიდან, მაშინ ვთქვი მე რომ გიორგი კვირიკაშვილი შეეწირა თავის თამამ და ჩემი აზრით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას სწორედ ამ ჯგუფისთვის კონტრაქტის მიკუთვნების შესახებ. უმრავლესობის კომენტარები მოვისმინე გუშინ და ერთი გზავნილი აქვთ მათ. ნუ ახლა თუ კი ვეღარი შოვის მამუკა ხაზარაძე ინვესტორებს ეს არ იქნება ჩვენი ბრალი. მე მოვისმინე მაია სკიტიშვილის პრესკონფერენცია იყო თუ ისე კომენტარი ეს არ ვიცი, მაგრამ უბრალოდ არ მომისმენია, წავიკითხე კომენტარი, რომელიც იყო უკიდურესად შემაშფოთებელი თავისთავად, შინაარსობრივად, თუმცა პირდაპირ იჯდა იმ ნარატივში, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ. როდესაც
დიახ, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ხატზე დაიფიცოს თუ საჭირო გახდა რომ ანაკლის სპორტის წინააღმდეგ პირდაპირ ქმედება მათ არ განუხორციელებიათ და ამასობაში TBC ბანკზე შეტევას, რაც ახლა ერთი და იგივეა, რა სახელს დაარქმევ, რა მნიშვნელობა აქვს, იყო პირდაპირ გამიზნული ამბავი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში შეყოვნებისთვის, მოდით ნუ ვიტყვით დაკარგვისთვის, მაგრამ შეყოვნებისთვის. ეხლა რაც არ უნდა მოხდეს, ერთი რამე უნდა ახსოვდეს უმრავლესობას. შეიძლება ვერ ხვდება ამას თალაკვაძე, ან დინარაძე, ან კიდევ რომელიმე სხვა ამ უმრავლესობიდან, მაგრამ მე მინდა მათ ურჩიო, თალაკვაძეს განსაკუთრებით ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და იმედი მაქვს, რომ ოდნავ მაინც შეუძლია, ჯერ კიდევ შეუძლია იმის გაგება, რაზეც საუბრობს მთელი ქვეყანა, რომ ეს ამბავი პირველ რიგში მათთვის როგორ დამთავრდება, ეს არავის არ აინტერესებს. ქვეყნისთვის იმდენად მძიმედ შეიძლება დამთავრდეს და არა მხოლოდ ანაკლიის გამო. არამედ დღევანდელი ელჩების რაღაც ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებული განცხადებები იყო კლასიკა იმისი, რომ მარტო ორხილ ურთიერთობებზე კი არ ლაპარაკობდნენ, რომ პრობლემები გექნებათ. სოფლიო ბანკთანო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანო, ყველა უყურებს TBC ბანკის საქმის განვითარებასო. აი სიღარიბე ეკონომიკური სიდუხჭირე პრობლემები, რომელიც ქვეყანაშია, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბით დამძიმდება, თუ ჩვენ დავკარგეთ ყველაზე მთავარი, რაც ამ პროცესში გვაქვს. საერთაშორისო მხარდაჭერა კი არა, მხოლოდ პირდაპირ მნიშვნელობით ფინანსური გვერდში დგომა. პირდაპირ მნიშვნელობით, ხო, ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ამას გულისხმობ ფინანსურ გვერდში დგომაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფულს არ ხარჯავს. ეს ძალიან კარგად იცის ყველამ და ვინც არ ვინმე არ იცის, კარგად გაიგოს ყველამ და დღეს რაც არ უნდა მოხდეს. მამუკა ხაზარაძის ბრალით, კონსორციუმის ამ წევრის, იმ წევრის, იმ დირექტორის, ამ განცხადების ბრალით ყველაფერი დაბრალდება ხელისუფლებას. თუმცა დახარჯება წინასაარჩევნო 600.000. ხო, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი სწორი ნაბიჯი ეხლა თუ უნდა რომ ამ სკანდალს გადარჩეს, ანაკლიის ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის გაწირვის სკანდალს გადარჩეს, არის თვითონ ჩადოს ის ფული იმპორტში, იმ კონსორციუმში, რაზეც საუბრობდა მაია ცქიტიშვილი, რომ არის დანაკლისიო. ეს იქნება ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ სინამდვილეში ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებს კი არ დაუპირისპირდა, არამედ მართლა რაღაცა სისხლის საგასტრის საქმე იყო და რაღაცები დაინტერესდა. მას გადაეცეს, არა, მას არ უნდა გადაეცეს. მას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაეცეს, აი როგორც ის 600.000 გაისროლა და მანამდე კიდევ ბევრი გაისროლა, აი ესე ჰუმანიტარული დახმარების ფორმით, ქველმოქმედების ფონდით ფორმით გაისროლოს ანაკლიის გადარჩენისთვის. ძალიან არა, რა თქმა უნდა, მე გეუბნებით იმ ვერსიას, თუ მას უნდა რომ თეორიულად მაინც ასცდეს პასუხისმგებლობა ამ ძალიან მძიმე სტრატეგიული ობიექტის შეფერხებით. ერთი არის თემა ანაკლია, ხო, ქაუტონი და მეორე ის რაც ხდება ამის ირგვლივ, გუშინ ჩვენ ნახეთ კომიტეტი, რომელზეც მიიწვიეს ადამიანები, უნდა ესაუბროთ მათ ამ პრობლემაზე, ეს იყო მიწვევა, ხო? და უცებ პროცესში უთხრეს, რომ უკაცრავად, მაგრამ უნდა წახვიდეთ სახლებში, იმიტომ რომ თქვენ დაზარალდებით ამ პროცესში, თუ კი ამაზე ისაუბრებთ. ხო, ნუ ეს არის წინასწარი. რა, როგორ აღიქვით თქვენ ეს პროცესი? მე აღვიქვი, მე წინა დღეს რომ ნახე ბიზნეს ცენტრში შეკრებილი ვარშა ნაცვლიშვილი, გოგა ხაინდრავა და რომან კაკულია, მივხვდი, რომ იქ სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობდა მსჯელობა. უმრავლესობაში რა პროცესები მიდის? იმის გამო კი არ შეწუხდნენ ასეთი დიდი ადამიანები და კი არ მებიდნენ იქ. არამედ მეორე დღეს TBC-სთან დაკავშირებით რომ იყო მოსმენა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომ თითქოს არ უნდა მისულიყო, თუ უნდა მისულიყო, მოკლედ ამ თემის გამო მოხდა იქ შეკრება. და იქ ეთყობა დაადგინეს, რომ არავითარი მოსმენა არ უნდა მომხდარიყო ამ კომიტეტზე. მე აი გულწრფელად ძალიან შევწუხდი რომან კაკულიას გამო, იმიტომ რომ ადამიანი ეცადა და როგორც მე მივხვდი, არ დაემორჩილა თავიდან მაინც დირექტივას, რომელიც მან მიიღო და თქვა, რომ მე ამ კომიტეტს ჩავატარებ, რადგან მან მაინც საპატივი პარლამენტს, მაგრამ მას ამის ჩატარების უფლება არ მისცეს, ვერ მისცეს, რადგან ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სურვილების შესრულებით თავს იწონებენ და გონიათ, რომ ამით გარანტირებული აქვს ადგილი მის გუნდში, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია ნამდვილად. ისე მოიქცნენ, რომ რომან კაკულიამ აი საკუთარი თავის წინააღმდეგ მოუწია ადამიანს წასვლა და დახურას ჩაშალა სხდომა, ხო? ეს იყო უმძიმესი სანახავი
პარლამენტი, რომელიც არის მთავარი ტრიბუნა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმეებისთვის სამსჯელოდ დაიხურა ხალხისთვის, მოსახლეობისთვის, დეპუტატებისთვის და ადამიანებისთვის, ვინც იქ მიიწვიეს სალაპარაკოდ. აი, შედეგი რა არის? აი, ამას ხომ უნდა კონდეს რაღაც შედეგი. აი, შეჩერდა თქვა, შეაჩერეს აზრის გამოხატვა და მოსმენა კონკრეტულ სივრცეში, მაგრამ 1000 გვარის სივრცე. ამასობაში რო თითქოს მორჩა ყველაფერი ერთმანეთს მიყვარდა იმის ჯგუფს ახსენე და ეს მესიჯი ბოქსია ყველას. ყველა გვერდიდან დაწყებული რა ვიცი. ხო, რა გვინდა როცა ყველაფერი დავამთავრე. დავიწყებ და მივალ ანაკლიამდე და ეს აბსოლუტურად ჩემთვის ერთი და იგივე პროცესია. რატომ? ჯერ ერთი სასამართლოს თემა ეხლა არ დაწყებულა. ისე ამბობენ ხოლმე რომ თითქოს რაღაცა მოცემულობა დადგა და ეს ადამიანები რაღაც გამაგრძნენ სასამართლო სისტემაში და კლანმა ჩაიგდო ხელში. კლანმა ხელში კი არ ჩაიგდო ეს სასამართლო. კლანს ჩააბარეს ეს სასამართლო და ეს პროცესი ეხლა არ დაწყებულა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს მეც და თინას, როდესაც 2016 წლის დეკემბერში ანუ კლანს უთხრეს თქვენ კლანი ხართო და ჩაიგდეთ ხოლმე გადმოგიბარეთო. თქვენ ოღონდ მიკონტროლე სასამართლო და მე რომ მჭირდება იმ საქმეებზე ის განაჩენი დააყენე მე რომ მჭირდებაო დანარჩენში თავისუფლები ხარ და უვადოდ დაგნიშნავდო. ეს უთხრეს 2013 წელს, როდესაც დაინიშნა პირველად მურუსიძე, ჩვენ მაშინვე ვქონდა რეაქცია, როდესაც რეჟიმის მსხვერპლად გამოაცხადა ბატონმა ბიძინა, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ მიშა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ჩვენ გვითხრეს, რომ ეს ისეთი რთული პროცესია, რომ ეხლა სასამართლოსთვის, მოსამართლეებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევითო და სწორედ მაგიტომ შემოვიტანეთ მაშინ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა. შალვა შავგულიძე იყო ინიციატორი და პარლამენტმა დიდი დავით არაბის მერე მივიღეთ კანონი, სადაც ამ მოსამართლეებს ერთბაშად კი არ გაუშვებდით, როგორც ნაციონალების დროს მოხდა, არამედ სწორედ როდესაც მათ გაუვიდოდათ 3 წლიანი ვადა, შემდეგ მოხდებოდა უმტკივნეულოდ კომპეტენციისა და რეპუტაციის მიხედვით ამ ადამიანების დათხოვა. ხომ, მაგრამ 2015 წელს ზუსტად პარლამენტის მიერ დანიშნული არამოსამართლე წევრების მხარდაჭერით მურუსიძეს გაუვიდა ვადა და ჩვენ თავისუფალმა დემოკრატებმა მაშინ შევიტანეთ დადგენილება, რითაც უნდა გამოგვეწვია ეს არამოსამართლე წევრები იუსტიციის საბჭოდან, რომ მათ ჩვენს გარეშე გაბედეს და მურუსიძეს დაუჭირეს მხარი და არც ერთმა ოცნების დეპუტატმა, მათ შორის დღეს რომ სასამართლოს დროშა აქვთ აფრიალებული, ხელი არ მოაწერეს ამ დადგენილებას. შემდეგ აი ესეც არ შემიძლია ვთქვა, ჩინჩალაძე 2017 წელს ივნისში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ჩინჩალაძე 3 წელი არც კი დაჭირდა, რომ გამოსაცდელი ვადა გაევლო, ასე კომფორტულად გადანიშნეს უვადო მოსამართლე. დიახ, ეს იყო პოლიტიკური პროცესის შედეგი და სადაც ჩნდება პოლიტიკური პროკურატურა და ეს რომ გაჩნდა ჩვენ თავისუფალმა დემოკრატებმა 2014 წელს ვთქვით და ამიტომ წამოვედით ოპოზიციაში, იქვე აუცილებელია რომ გაჩნდეს მორჩილი სასამართლო, იმიტომ რომ პროცესს რომ აღძრავს პროკურატურა დაკვეთით, სასამართლომ თუ ის შედეგი არ დააყენა, მაშინ რა აუდიტორიას ვინც ახლა გესმის ძალიან კარგად ესმის ეს და აქ სხვა შორის ირაკლი სესიაშვილი ყავდა ჩვენ, რომელიც ამბობდა მოსაზრებას, რომ ჩვენთვის სასარგებლო პროცესია, როდესაც თუნდაც ასეთი კონკრეტული ადამიანები ამ სისტემაში ხვდებიან, ეს თავისუფალი სისტემაა და თვითონ ირჩევენ, აი რაღაცა ასეთი ლოგიკა ქონდა უმრავლესობის წარმომადგენელს. მოდით აი რეზიუმესთვის მინდა თინა მოგმართოთ, სად არის ახლა ოცნება და რა პერსპექტივა აქვს მას? არა ის რაც გონია, არამედ რაც რეალურად შეიძლება მას ქონდეს 2020-ისთვის. სანამ გიპასუხებთ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმასაც ირაკლი აქ საუბრობდა.
ჩემთვის განსაკუთრებით ამ პარლამენტში, რომელიც დღეს საქართველოშია, შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ რამდენი ხანია ეს თავარი ამბავი, რაც მაწუხებს ადამიანურად, არის ორადორი ადამიანი, რომელიც აი პირდაპირ მნიშვნელობით მკლავს. ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის ესეთია, ხელოვნურია, ჩემს ემოციის მიღმა ხდება. ირაკლის ესეაშვილი და ზვიად ძიძიგური არის ის ორი ადამიანი, რომელიც უბრალოდ მკლავს აი ადამიანურად მანადგურებს იმ პოზიციებით, იმ ტერმინოლოგიით, ფრაზებით, მესიჯ ბოქსებით, რომელთაც ისინი საუბრობენ. დღეს რასაც ირაკლი აქ საუბრობდა, არ ვიცი, ეს არის გაუგონარი ამბავი. პირველი, ჯერჯერობით უსიძვისოდ იტყუებოდა, იმიტომ რომ მათ არ დაუწყიათ ეს პროცესი. და სხვათა შორის არც ეკაბესელიას არ დაუწყია ეს პროცესი. თუ ამ კონკრეტულ ფაზაზეა საუბარი, ეს კონკრეტული ფაზა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა დაიწყეს. ანამ და ნაზი. და არა ეკაბესელიან მან გედი ფოფხაძემ, რომელიც 7 წელია ვერ ჩამოყალიბდა საბოლოო ჯამში ვის ეკუთვნის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა, სხვათა შორის მისასალმებელია, რომ როგორც იქნა გედი ჩამოყალიბდა. ამიტომ ეს ფაზაც კი არ დაუწყია უბრალესობას და საერთოდ ხმის ამომღები არ იყო არც ერთი მათგანი, რო არა აი ეს ერთწლიანი პროცესი, რომელიც სწორედ ანამ და ნაზიმ დაიწყეს. მაგრამ რეალურად ნინო მოყვა აქ უკვე და აღარ გავიმეორებ იგივეს, ეს ყველაფერი არც ამ პროცესით არ დაწყებულა. და 2015 წლის დეკემბერში, როდესაც პარლამენტში დადგა პირველად საკითხი მურუსიძის, მაშინ გაჩნდა პირველი ღია დაპირისპირება აი ამ ადამიანის გვარსა და სახელში განსხეულებული და განათებული, რატომ არ შეიძლება იმ გზით წავსულიყავით. ამის გამო, სწორედ სასამართლოს გამო დაიშალა ის კოალიცია. ამის გამო არის დღეს ის მდგომარეობა, როგორიც არის ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს პროცესი სასამართლო არ არის რაღაცა ამოგდებული ელემენტი სისტემიდან. ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, ყველაზე უფრო ძვირფასი და ძირითადი კომპონენტი დემოკრატიაში. ყველა ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლებებს ეშლებათ. სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ადამიანს არ გაუჩნდეს განცდა, რომ წრე ჩაკეტილია და სად მიასყდეს და რომელ კედელს დაეჯახოს, ამაზე კი არ იფიქროს, არამედ იცოდეს, რომ აი აქ არის, სადაც მივა, სამართალს იპოვის და ყველაფერი წესრიგში იქნება. ამიტომ, როდესაც დღეს აი ეს მაღალი ტრიბუნებიდან გველაპარაკებიან, რომ პროცესი რაღაცა სიტყვებს ამბობდა თქვენთან ირაკლი ახლა, რომ სისტემა ადამიანებს რა მნიშვნელობა აქვს, სასამართლოში მანტიები აცვიათ ადამიანებს და ეს ადამიანები თუ არ ასხივებენ პატივისცემას, კომპეტენციას, რეპუტაციას, იქ მისულ მხარეს თუ არ აქვს განცდა, რომ იქ რომ კაცი ან ქალი ზის, შინაგანი რწმენით მოქმედებს და არა ვიღაცის დარეკილ ტელეფონს ელოდება, ის სახელმწიფო აღარ არის. პრეზიდენტი შეიძლება ცუდი ყავდეს ან კარგი, იცი რომ 4 წელიწადში გადაირჩევ. პარლამენტიც შეიძლება ირაკლი ყობახიძე ყავდეს და იცი რომ 4 წელიწადში სახში გაუშვებ. იმას ვერაფერს ვერ უზავ. ის იქ არის მუდმივად არის დანიშნული და იმიტოა მუდმივად დანიშნული ზუსტად, რომ გარანტორია შენი მოქალაქის დაცვის. ეხა ეს გრძელი პასაჟი რატო წავიკითხე? ამ ორმა ადამიანმა ვიზეთ საუბრობდი. ყველაზე კარგად იცის ამის ფასი. ერთმა იმიტომ რომ ზუსტად ესეთმა სასამართლომ გაასამართლა. ასეთმა სასამართლომ დახუჭა თვალი მის წამებაზე. ჩასვა ციხეში სამუდამოდ და გაიმეტა სიკვდილისთვის ამ სიტყვის პირველაპირი მნიშვნელობით. და დღეს ზვიად ძიძიგური არის ამ სისტემის მსახური. აი ესეთივე სასამართლოს მსახური, რომელმაც ის სიკვდილისთვის გაიმეტა. და გაუშვა ციხეში თავის დროზე პოლიტიკური სასამართლოს და ირაკლის ესეაშვილი, რომელიც დარბაზში ზის კაცთან, რომელიც მე და მას ერთად გვცემდა სასამართლოს ეზოში, ზარდიაშვილის გულის ხო ფიზიკურად ის არ გვცემდა, მაგრამ ის იყო იმ მანდატურების უფროსი, ბრძანებებს ისცემდა, იქ იდგა, ეზოში იდგა, როცა ჩვენ გვცემდნენ და ბრძანებებს აძლევდა, მისი და ჩემი ცემის, ну კიდე ბევრი სხვა ადამიანის და იმ მოსამართლეებს იცავს, რომელთანაც შემდეგ ჩვენ ყველანი ერთად მივყავდით. ანუ ის ხალხი, ვინც მაშინ ქუჩაში იდგა, გვასამართლებდნენ და ციხეში გვიშვებდნენ. ანუ პოლიტიკური სასამართლოს მთავარი ღერძი და ბურჯი იყვნენ. ამიტომ არ გამოუვა ბატონ ბიძინას რეზიუმესთვის ის, რაზეც ის ფიქრობს და ოცნებობს დღეს. მე ზუსტად ვიცი, რომ ამბავი, რომელიც სასახლიდან გამოიტანეს, რომ მან დავალება მისცა ირაკლი ყობახიძეს, რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ადამიანები გაიყვანოს, ჯერა რომ ეს სიმართლეა, ოღონდ ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გამოვა. თუ თეორიულად მაინც დაუშვებთ, რომ ეს გამოვა, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, რომ იმაზე ცუდად დაამთავრებს ქართული ოცნება, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. გაცილებით უფრო მძიმე იქნება მათთვის პირადად წასვლა ხელისუფლებიდან, ვიდრე ეს იყო ნაციონალური მოძრაობისთვის. დიდი მადლობა თინა ხიდაშვილს, ნინო გოგოც რაღაცით მოგნება. არა, უბრალოდ მართლაც იმდენად პარადოქსულ პროცესში ჩაიწრია ქართულმა ოცნებამ მთელი საზოგადოება
ჩვენ გვეუბნებიან, რომ უსამართლო სასამართლო უვადოდ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. უსამართლო სასამართლო. ეს ოქსიმორონი გვიქციეს აქსიომად და გვეუბნებიან, რომ მე რომ დავარქვი უსამართლობას სამართლიანი, ეხლა დაიჯერე, რომ ეს უსამართლო, სასამართლო, სამართლიანი სასამართლო ეს არ გამოვა. ჩვენ გვაქვს, ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენ ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის. დიდი ხანია უკვე ქართული ოცნების წევრების უმრავლესობისგან განსხვავებით ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი დამოუკიდებელი სასამართლოთი და მასში ცხოვრობენ თავისუფალი ადამიანები. მადლობა. თინაშილს ნინო გოგუაძეს ჩვენ გველის წინ საინტერესო საუბარი პოეტ დავით მაღრაძესთან ცოტა ხნის წინ რამდენიმე კვირის წინ ის წერდა მე წავიკითხე ასეთი აზრი მოსამართლეების თემას ეხება ეს მისი მოსაზრება რომ ვინც არ ემხრობა ამ შემოთავაზებას ისაა ნაცმოძრაობის მიმართ ორკესტრირებული მინდა მოგმართოთ მე დავით მაღრაძე ვარ ნაციონალური მოძრაობის მიმართ ორკესტრირებული და თქვენ ჩინჩალაძე მურუსიძე ხართ სიმართლისთვის და ღირსებისთვის მებრძოლი თავისუფლების მოწყურებული საზოგადოება და მას აქვს კიდევ ასეთი ტიპის გამონათქვამები ბოლო პერიოდში ჩვენ მას ვიცნობთ როგორც ოცნების უკვე როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში ამ ამონარიდებიდან ყოფილ მხარდამჭერს მოდით ნახოთ თქვათ რატომ აღარ არის ის მათ შორის ვისაც იხმობენ ხოლმე დრო და დრო მოსაზრების საკითხავად შუშის სასახლეში რეკლამა პოლიტმეტრის ბოლო ნაწილის სტუმარი პოეტი დავით მაღრაძე დიდ მადლობა მას სტუდიაში მოგზაურობისთვის ბატონ დავით საღამოშვიდობის მოწვევისთვის საღამოშვიდობის გავიცანით თქვენს მაყურებელს ისე ხოშერს დიდი ხანია არ ყოფილ ხარ ჩემთან სტუმრად და ხოშერს აქტიური იყავით ადრე ძალიან ხშირად იყავით ხოლმე მაესტროს დროს პოლიტმეტრის სტუმარი მაგრამ ახლა დიდი ხანია თითქოს და აღარც იყავით დაინტერესებული ამ პროცესებით და თქვენი საქმით იყავით დაკავებული ხო მაგრამ რაღაც ეტაპზე მაინც გაჩნდა პროტესტი. აი, სად იყო ეს პროტესტი და სად არის წყალგამყოფი თქვენთვის? პროტესტის მატარებელი მუდამარი ადამიანი. მით უმეტეს ლექსის მწერალი ადამიანი. ესე მოდუნებული ვერ იქნები, როცა ცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც შენ სამშობლოდ მიგაჩნია და სამშობლოს განცდა გააქვს. სამშობლოს განცდაც ისეთი ან გაქვს, ან არა გაქვს. არ არის ყველას არ აქვს ხოლმე როგორც შეიძლება ნუ რაღაც წავალ უფრო შორს მაგრამ ეს ესეა რა მე მინდა რომ გითხრათ ერთი რამ რომ აი ჰარმონია მანამდე ცოტა ხნის წინ მქონა ეთერი პალიტრანიუსში და იქაც თქვი რომ ჰარმონია რომელიც არის ხელოვანისთვის უპირველეს სამშობლოდ გარე სამყარო ცდილობს ყოველთვის ამ ჰარმონიის დარღვევას და სულ მუდამ პროტესტი გიჩნდება. გააჩნია რა სიმძაფრით, რა ხარისხით გამოხატავ, მაგრამ ეს ამ პროტესტის მატარებელი არის. არ ვიცი სხვა როგორ არის, მე კანონმდებელი არა ვარ ამ საქმეში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი ლექსი და ჩემთვის პოეზია იბადება აი ამ კონფლიქტში. ჩემი სამყაროსა და გარე სამყაროს შორის კონფლიქტში. თუ კონკრეტულად და რა თქმა უნდა ამ აი ჰარმონიის დარღვევას ხელოვანი აქვს როგორც პირად შეურაცხყოფას, როგორც პირად შევიწროებას და უფრო მეტიც მოყვასის დაჩაგვრად აღიქვამს ამას. და მე სულ ვფიქრობ, რომ ხელოვნება ნასაზრდოები არის თანაგრძნობის ნიადაგიდან. თანაგრძნობის ნიადაგი არის მაცოცხლებელი. სახელოვნებო წიაღი არის თანაგრძნობა. მეორე ადამიანის მიმართ თანაგრძნობა. მოყვასის მიმართ თანაგრძნობა. ეს ჰარმონია შეიძლება იყოს უპირველესი სამშობლო პოეტისათვის, ხელოვანისათვის. და აი ამას იმიტომ მოგახსენებს, რომ ეს პროტესტი მუდამ შენთან ერთად არის, შენი განუყოფელი ნაწილია, ყველა უსამართლობაზე. თუმცა გააჩნია ხარისხს სიმძაფრეს რა შენი გონიერება რას კარნახობს, რა დოზით და რა ხარისხით უნდა გამოხატო. კონკრეტულად ამ რაც ეს ხელისუფლება არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში რომ მოვიდა 2012 წელს ისეთი კაფეო პროტესტი რაც ჩემგან საჯარო სივრცეში ითქვა მახსოვს საყდრისთან დაკავშირებით. როდესაც გაზეთმა რეზონანსმა მკითხა რომ ყველაზე უფრო მძიმე შთაბეჭდილება რამ დატოვა წლევანდელ წელს ორი კითხვა იყო და ერთი რაც ყველაზე საუკეთესო იყო და ერთი რაც ყველაზე მძიმე და მძიმეში აღნიშნეს საყდრისის აფეთქება.
რა თქმა უნდა, ეხლაც ასე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ამ აფეთქებით არა მარტო არ შევალ ახლა გეოლოგიურ არქეოლოგიურ კვლევაში, მაგრამ საზოგადოებას რომ შეურაცხყოფა მიაყენა და გემოჩაატანა ამაში და სცადა რომ ეჩვენებინა საზოგადოებისთვის რომ ვინზე ვითარი ვინ ქვევით, ეს აშკარა იყო. ეს აშკარა იყო და ამიტომ გამიჩნდა პროტესტი. იქ დაიწყო რაღაც თავარი პროტესტი გავიგე რომ სულ ეს ჭიდილი სულ არის პოეტში გასაგებია როგორც მოხალხის მაგრამ ჩემი მეგობრების შემხნელვა მოვდიოდი კიბეზე რაღაც მოვასწარეთ საუბარი რა გზას დავადგეთ თუ რაღაც ესეთი იყო და მე ვფიქრობ რომ ისევ გზაზე ვდგება რა გზაზეც ვიდექი და თუ ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან რა თქმა უნდა ეს გაუგებრობა და ეს პროტესტი გაიზრდება. მოსამართლეების თემა არის სიმძაფრითაც გაიზრდება, რაც უფრო მეტად ჩათვლია რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებასა და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება ეს პროტესტი. მე არ ვამძაფრებ. ამძაფრებს ხელისუფლება ამ პროტესტს. და რატომღაც არ ვიცი რა ამ პარტავნებაშია შესული. მაგრამ შტაბ-ეტლება რჩება რომ აი უთქვენოთაც მაგრები ვართ და ჩვენ ამორჩეველი საერთოდ არ გვჭირდება და ჩვენ მარტოებიც გავალთ არჩევნებზე. როგორც ხედავთ თავარი, მაკედონელიც კი არაბისთან პარალელს არ ვავლებ, მაგრამ მაკედონელიც ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამორჩევლის გარეშე ვერ იგებს. და არ უნდა ამდენი ბრექი და გიმი პოლიტიკაში ყოფნას. თუ თავაზიანობა და მოგრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგიწითებთ კარისკენ. თქვენი ჯობია რომ ამას მიხვდეთ. ეს ბოდიში პირი. კი, გასაგებია რომ მიმართავთ და მიმართავთ მათ, ვინც უნდა გაიგოს. თუმცა ეს მოსამართლეების თემა. ისე მაპატეთ, სანამ მოსამართლეებზე გადავალთ, აუცილებლად გადავიდეთ ამ თემაზე. ერთი რამ არის ძალიან ნიშანდობლივი და ძალიან თვალში საცემი არის, ყოველ შემთხვევაში მე ესე დავინახე, ჩემი თვალსაჩინოდან ესე გამოჩნდა, რომ საქართველოში საერთოდ ამომრჩეველი გაქრა, ამომრჩეველი დაიკარგა. რას გულისხმობ, იცით? კი, ყველანი მივდივართ საარჩევნო უბნებთან, საარჩევნო ყუთთან, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უკვე უმეტესი ნაწილი ამომრჩევლის არავის ამოსარჩევად არ მიდის. მიდის ხელის შესასვლელად. აი თავისი უკმაყოფილების და გამოსახატავად. განსაკუთრებით იყო ამისი მაგალითი. და ლიდერებიც უკვე მიუთითებენ მარტო სიძულვილზე, ხო? აი ეს რაც უდია ჩვენი მოწინააღმდეგე. ისინი ლაპარაკობენ ეს რაც უდი არის და აი ამაში მოვყევით, ესე იგი ამომრჩეველი, რასაც შინაარსში გულისხმობს ეს სიტყვა, რომ იმ ადამიანმა შემოთავაზებულიდან უნდა აირჩიოს. ის არ ირჩევს, ის მიდის რომ ვიღაცას ხელი შეუშალოს, მისთვის საძულელ პერსონაჟს, ან მისთვის საძულელ პოლიტიკურ მოძრაობას. ეს სცენარია, რომელიც ინტერესია პრინციპში პოლიტიკური ძალების, ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკური ძალისაც. ალბათონინო, ეს ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი იმედით არ მიდის საარჩევნო. თუმცა მაინც მიდის. ის მიდის. აქტივობა რომ გავზომოთ ხო ბოლო არჩევნების მაღალი. მიდის, რა თქმა უნდა, მაგრამ კი ვიღაცის შენ არავის ირჩევ, იმედი არა გაქვს. უიმედოდ მიდიხარ არჩევნებზე. ეს ძალიან ისეთი თვალში საცემია, შემაშფოთებელია სხვათა შორის. ამას ნელ-ნელა რაღაც უნდა ეშველოს და ამას ჩვენ უნდა უშველოთ. ეს საშველი სადღაც არ არის, რომ წავიდეს, ავიღოთ წამალი და მოვიტანოთ და ეშველოს ამ ხალხს. აი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ ჩაბუდებული, რასაც ჯერ პირველ ყოვლისა ჩვენ თავში უნდა უშველოთ და მე საზოგადოებაში, საზოგადოების აგორაზე უნდა ამოვიდეს ეს საკითხი. აი აგორაზე ამოსული თემა არის ეს სისტემური პრობლემა, რომელიც გამოიწვია კონკრეტული გვარების ხსენება დიდად არ მიყვარს ხოლმე კონკრეტიკაზე დასვლა ესეთ რაც გვარებზე და სახელებზე, მაგრამ ქვია ახლა ამას უკვე მურუსლიჯე ჩინჩალაძის სასამართლო, ხო? დიახ. აი რა მოიგო ახლა ხელისუფლებამ ამ პროცესით, რომც გაიყვანოს ეს 2 თუ 10 თუ 15 ადამიანი, რამდენი ღირდა ეს პროცესი, ეს არის ძალიან საინტერესო. ხო, არ ვიცი, მე შტაბ-ეტლება რჩება, რომ ხელისუფლება ეჯიბრება საზოგადოებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საზოგადოებაში რას გულისხმობ. ხშირად უკითხავთ და ამიტომ ვიმეორებ, უკითხავთ, რომ აბა რომელია საზოგადოება, სად არის საზოგადოება? საზოგადოება არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. ეს არის ქართული საზოგადოება, ეს არის ფრანგული საზოგადოება და ეს არის სომხური საზოგადოება, ზოგადად საზოგადოება, რომელიც განსაცდელის დროს ღირსებას ინარჩუნებს. ამ ხალხს ყოველთვის ეჭიდავება ის ადამიანები ეჭიდავებიან, ვისაც უჭირს ღირსეულ ხალხთან ურთიერთობა. თავისუფალ ხალხთან ურთიერთობა თუ გაუჭირდა ადამიანს ეძებს
უკვე ადამიანებს, რომლებიც წინ და წინ იციან, რომ ამ კატეგორიებით არ ცხოვრობს, ამ კატეგორიებით არ აზროვნებს. ამასთან აქვს მე ვფიქრობ საქმე. იმიტომ რომ ესეთი თვალსაჩინო სამარცხვინო არჩევანი, რაც ხელისუფლებამ გააკეთა სასამართლო მოსამართლეებზე, რომელიც თელმა საქართველოს იცის, ყველა შეგნებულმა ადამიანმა იცის, რითი ისახელეს ამ ხალხმა, თავი ისახელეს ბრჭყალებში ვამბობ, რა თქმა უნდა. ყველაზე სანიმუშო სამარცხვინო წიაღში დაუწყეს ზებრა მოსამართლეებს. ხელისუფლება. ეს რატომ დაემართათ, როგორ ფიქრობთ თქვენ? აი ამიტომ ალბათ. ჯიბრი რაღაც ჯიბრი საზოგადოებასთან. ეს ხელისუფლების ცოტა ხანგრძლივად ყოფნის ფინალის ნიშანია. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ხედავთ, რომ მარტო მე არ მეჩვენება, მე მგონი, რომ კლასიკური გაგებით პარტიები არ ყალიბდება. უფრო წინასაარჩევნოდ ყალიბდება, შემდეგ ორ არჩევანს თითქმის ვერ უძლებს ხოლმე პარტია საქართველოში. რა ვიცი, ეს მე მომწონს კიდევაც არ არის ეს ტრაგიკული და არ არის რაღაცა ისეთი სანიმუშო დისციპლინით გამორჩეული პარტიები არ იქნება საქართველოში. არის მეც არა ვარ პარტიულობით აღტაცებული და ეხა პარტიით აღფრთოვანებული არც მინდა რომ ვიყო და ალბათ მარტო მე არა ვარ ასეთი და რაღაც ნაციონალური ხასიათშიც გადაიზარდა ეთყობა ეს რომ ასეთი კლასიკური გაგებით პარტიები არ არის საქართველოში და რა ვიცი მე არც საგანგაშოსაც ვერ ვხედავ ამაში ვერაფერს. დიახ, როგორ დაკვეთაც იქნება ეს იქნება მოცემულობა პრინციპში ალბათ საზოგადოებრივი, ხო, მაგრამ აი ბატონ დათულკაც რა თქვენ რომ ამბობთ რომ აი ხელისუფლება ეჯიბრება საზოგადოებას, ხო? ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში თავისი ყველა შტოთი დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ადამიანზე. კი. პრაქტიკულად გამოდის რომ ის ადამიანია ამ პოზიციაში, ეს მისი რა ტიპის პოზიციაა, ეს იმის გამო რომ ასე გონია, მართლა ასე ჯერა რომ ასეა. თუ არ აინტერესებს, თუ გონია რომ მე 600,000 შეიძლება გადაიხადო არჩევნების წინ და ამითი მოგვარო ეს პრობლემა ხომ რაღაცა ცოდვები გამოისყიდო. აი რა თქვენ იცნობთ ამ ადამიანს, თქვენ იცნობთ ბიზნესმენს და თქვენ იმის ბრჭყალებში ჩავსვათ, მოდი შანსიც გქონდათ რომ შუშის სასახლეში მრჩევლად გევლოთ დღესაც. ჩვენ ხედავთ იქ ხელოვან ხალხსაც მოძრავს ხო ამ პროცესებში. მაგრამ არ ხართ აღმოჩნდა რომ დისტანცირდით ხო ამ პროცესში ეს საინტერესო იქნება ამიტომ ვკითხულობ. მე ვიცნობ რა თქმა უნდა ამ ადამიანს რა სიღრმეზე არ ვიცი და როგორ მე საერთოდ არ ვაკვირდები ადამიანებს სანამ არ მაიძულებენ რომ დავაკვირდე. ვიღებ ისე კეთილგანწყობილი ვიღებ მოცემულობად რა ადამიანს და ყოველთვის ვიცი რომ უფრო უკეთესია ვიდრე მე წარმომიდგენია. აი ესეთი აპრიორში ესეთი განცდა მაქვს. შანსებს მეცაძრეთ ადამიანს თუ არ მაიძულეს რომ დავაკვირდე, იმიტომ რომ მე არსებობს ხე რა ვიცი პოეტი ვერ იქნება ესეთი თუ მართლა ამ საქმეზე თავი მიგიძღდია ერთი სიტყვით მე თუ ჩართე რენტგენი ირთვება რა არა ფიზიკურ სხეულის არამედ სულისა. თუ გაიძულეს რა თქმა უნდა. მე მგონი რომ ამ შემთხვევაში თქვენ წესით თუ ჩეს რენტგენი ჩართული გქონდეთ ხო, იმიტომ რომ ყველა იძულებული ვართ რომ ეს ჩართო. ხა ასეთი სიმძაფრითაც არ აღმიქვამს ეს პირადი ურთიერთობები და საერთოდ მეგობრობა მე ჩემებურად მესმის ძალიან ვაფასებ სხვათა შორის და მიმაჩნია რომ ერთ-ერთი უდიდესი ნიჭია ადამიანის მეგობრობის ნიჭი. და მეგობრობა პირუთვნელობა მგონია და არა მლიქვნელობა. ეს პირველი რაც მინდა ვთქვა და რაც შეეხება ვნებას რომელიცაც ვთქვა საზოგადოებას უნდა გაეჯიბრო საერთოდ არაჯანსაღებნებაა ეს არ არის ჯანსაღებნება რადგან აქვე მინდა ერთი რამ ვთქვა სამშობლოს მსახურება მოდი ესე ვთქვა უფრო პათეტიკურად სამშობლოს სიყვარული შეიძლება ითქვას მაგრამ მოდი დავტოვოთ სამშობლოს მსახურება მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება პათეტიკა არ იყოს ურიგო. სამშობლო რაც მინდა ვთქვა, იმიტომ წინ და წინ მე ხო ვიცით ის თქოს ვაპირებ და ამიტომ სიყვარული ჯობია ამ შემთხვევაში ვიხმარო. სამშობლოს სიყვარული არ არის ორმხრივი. ეს აპრიორში უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ემსახუროს თავის სამშობლოს. ორმხრივი არასდროს არ არის. როდესაც შენ, რომელიც გადაწყვეტ რომ ემსახუროს შენ ქვეყანას, უნდა იცოდე რომ სამშობლო არ არის შეყვარებული რომელთანაც რომანი გექნება. ვერ გექნება რომანი. იმიტომ რომ ეს არის განწირული ცალმხრივი სიყვარულისათვის. შენ უნდა გიყვარდეს, აი ესე იოლად უნდა გიყვარდეს ყოველი პირობების გარეშე ერთ ცალმხრივად და არასოდეს არ ელოდო მადლიერებას იქიდან. და კავაფისის გენიალური ლექსია
ითაკა როცა ოდისეუსის მიხედვით არის ეს ლექსი რომ ბრუნდება ადამიანი მთელი ცხოვრება აქ კავაფის აღწერილი რომ ნუ ჰომეროსიდან რა თქმა უნდა ადამიანი დაბრუნება და სამშობლო რას გაძლევს სამშობლო გაძლევს გზას თავისაკენ სავალ გზას და ნუ იჩქარებთ იქ მისვლას უკავაფის წერს აი ლექსის შინაარსი ცუდი არ არის სწორად ჩემგან ახლა ზეპირად არ მახსოვს და ბოდიშს ვიხდი მაყურებლის წინაშე პერიფრას ვერ ვახდენ მაგრამ იდეა ეს არის რომ ნუ იჩქარებ შენ იქ მისვლას იმიტომ რომ მიდი იარე ამ გზაზე ოღონდ იცოდე რომ როდესაც მიხვალ შენ იქ ახალს ვერაფერს ნახავ მაგრამ თავარს გაძლევს სამშობლო მისკენ სავალ გზას ანუ ეს არის შენი წუთისობრი შენი ცხოვრებაა ეს სამშობლოსაკენ სვლა მუდმივი დაბრუნება, მამის წიაღში დაბრუნება და როდესაც სამშობლო თუ შეგიყვარა ისიც. როდესაც შეგიყვაროს, მაშინაც სამხრივი იქნება, იმიტომ რომ შენ დიდი ხნის წასული იქნები ამ ქვეყნიდან. ამიტომ არის განწირული ეს სამშობლო სახურება განწირულია სამხრივის სიყვარულის. ამას თუ ყვებოთ ბიძინა ივანიშვილს თქვენ როცა მასთან იყავით, ხო? შეიძლება ამას ეხლა ბიძინა ივანიშვილსაც უყვებით, თქვენ გიყვებით და მე უფეშიოსაც. გასაგებია, შეიძლება არ ყოფილიყო მისთვის საინტერესო, იმიტომ რომ რაღაცა სხვა მიზნები და ამოცანები ქონდა შეიძლება. არა, ყველაფერი ამ მიზნები აქ იყრის თავს. ეხლა ცალკე მიზნები კი ეს მე შეიძლება ყოველდღიური მიზნებზე სალაპარაკოთ მე არ გამოვდგები. რა, საიდან ჩდება მე ეს ყოველდღიური მიზნები ჩინჩალაძე, მურუსიძე იქ რაღაცა ვთქვათ რა ბიზნესზე რაღაც ეწოლის ბერკეტების ამუშავების თემა იგივე რაღაც თემები, ხო? მე რომ ჩდება ეს კონკრეტული. მე ჩდება პოლიტიკური ყოველდღიურობა არის ესეთი და თუ აირჩევ ამ გზას ეს პოლიტიკური ყოველდღიურობა ამ თემებს მოიტანს. მე რადგან არ ავირჩი ეს გზა, ამიტომ ამ ყოველდღიურობაში არ ვარ ქართული. მაგრამ ვხედავ ძიმე სურათს ვხედავ. როდესაც წავიკითხავ თქვა რომელიმე ლიდერის ნათქვამს რომ ახლა ჩვენგან დაცლილი პარტიის რიგების შეივსება ახალგაზრდებით და ასე შემდეგ. ისე რო არ ვიცოდე ეს სურათი გამეხარდებოდა რომ ახალგაზრდებზე უფიქრიათ, მაგრამ რო ვიცი ახლა ეს უძიმესი სურათი კაი თქვათ გადაწყვეტეს ახალგაზრდება მოსვლა ვის ახვედრებთ მინდა მივმართ ვის ახვედრებთ სასამართლოში ჩინჩალაძე მურუსიძეს და პარტიაში ზარდიაშვილს და აი მას აქ მოვა ახალგაზრდობა აი ესე ფიქრობთ თქვენ მართლა მე ნამდვილად გულხელ დაკრეფას არ ვაპირებ და არც ჩვენი საზოგადოების სხვა წევრები მგონია რომ აი მე გულხელ დაკრეფილობას ან ხელის ჩაქნებას აპირებდნენ რა თქმა უნდა ჩვენი გზაზე ვიდექით არ აქვს მნიშვნელობა ტერიტორიულად ქუჩაში ვიდექით სახში ვიჯექით თუ ტელევიზორს უყურებდით თუ წიგნს ვკითხულობდით თუ კინოთეატრში ვიყავით თუ თეატრში ერთი განზრახვა გქონდა რომ ჩვენ სამართლიანობისთვის ვიბრძოდით და გვინდოდა რომ სამართლიანობას გვინდოდა და გვინდა რომ იზეიმოს სამართლიანობა ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე რა თქმა უნდა ჩვენზე აღარანაირად არ იმუშავებს ის რომ მოსალოდნელი უფრო უარესის ეს რაღაცა რაღაც ხოთა შორის ცვლილება ზუსტად აი ის რომ თქვათ რაც იმუშავა არჩევნების მეორე ტურში ხო რაზეც თქვით თქვენ რომ იმედიანად არ მისულა გამორჩეველი და მივიდა სწორედ იმის გამო ეს ძალიან მნიშვნელოვანია საშველი ამბავი არის აი ეს მოცემულობა დაიჭირა ქვეყნის ლიდერმა აი ეს მოცემულობა და ამითი მიდის 20-20-ისკენაც როგორც ჩანს იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის ახალი ჯერ არაფერი გვინახავს თუ არა ვესელიას წასვლა პარტიიდან ხომ თქვათ აი ახალი ესეთი მოცემულობა არ გვინახავს ჩვენ იქით თქვათ დავინახავდით ახალ ხედვას ხო ახალი ხედვა არ ვიცი ეს თუ ამას სიახლე ქვია წარსულში დაბრუნებას ეს არის წარსულში დაბრუნება დაგვირდნენ რა თქმა უნდა და გამოვიდა და თქვა მეც ძალიან დიდი იმედი მქონდა თქვენ იყავით იმედიანთა კატეგორიაში ანუ მაინც იმედი მქონდა იცით რა მე იმედს არასოდეს არ ვკარგავ რა არც ახლა არ დავკარგავ იმედს უკეთეს აი ვიმეორებ მაგრამ ბოდიში საკუთარი თავის გამეორება არ არის ძალიან მშვენიერი მაგრამ მიწევს რა გავაკეთე ზანეთ გისმენთ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქტი რომ ერთხელ იბრძოლე, ერთი დღე სადღაც გაიბრძოლე თავისუფლებისათვის და მერე შვილიშვილებს უნდა საამაყო თქონდეს შენი გაბრძოლება უსუსური სადღაც. ეს არის შენი ცხოვრების წესი. ეს ან სამშობლოსავით როგორც თქვით რომ განცდა გააქვს სამშობლოსი ან არა გააქვს. ან გააქვს ეს უსამართლობის განცდის სიმძაფრე შენ სულიერებაში არის, ან არ არის და თუ არის ვერც ერთ ეტაპზე ვერ გაჩერდები. რამდენიც დაირღვევა, აი როგორც წმინდა წერილში არის რომ რამდენჯერ წამოვიდი, რამდენჯერაც დაეცემი უნდა წამოვიდი. ამიტომ მე ვამბობ რომ ან რა თქმა უნდა ქართული საზოგადოება ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა. მოვიფიქრებთ. ანუ ბრძოლა იქნება. ბრძოლა რა თქმა უნდა ეს არის სამართლიანობისთვის ბრძოლა. ამას არ შევეგუებით.
ამ შემოთავაზებულ სიმახინჯეს, რომელსაც უნდათ რომ შვენიერება დაარქვან, არავინ არ შევეგუებით, არავინ არ ვაპირებთ რომ შევეგუოთ და ეს არ არის რაღაცა პათეტიკური დაქადნება ჩემგან. მე ხვდები ჩემ მეგობრებს კონსულტაციები მაქვს. რა თქმა უნდა იმ ხალხს, რომელსაც მეც ჩემ მეგობრებთან ერთად შორის ვეუბნეოდი, რომ ეხლა ესეა საჭირო, მე იმ ხალხის წინაშე უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თქვენ აქტიური ყავით ძალიან. მიტინგები მიყავდათ ერთ-ერთი, იტვირთეთ ხომ რაღაც ეს პასუხისმგებლობა. კი ბატონო. შესაბამისად ახლა ფიქრობთ რომ ტვირთი სჭირდება. დიდი მიტინგები იმ ხალხის მაშინაც მიმყავდა, როდესაც შევარდნაძის ბოლო პერიოდი იყო. საწინააღმდეგო მაშინდელი ხელისუფლების. მახსოვს დიახ. თუმცა ახლა რომ ავიდა დრო უფრო ამ გადასახედა ვფიქრობ რომ ხომ არ გეკცათ უკვე ეს მდგომარეობა რომ აი რაღაც პროტესტის დროს გიწევთ ეს რაღაც აქტიურობა. და როგორც ხედავ ახლაც ფიქრობთ რომ ეს დრო და არა აუცილებლად. მაგრამ მე ერთხელ დავწერე კიდეც რომ პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ თქვათ მე სააკაშვილმა რა რეჟიმის დაატრიალა ვინაიდან თქვათ იმ შევარდნაძის ბოლო პერიოდში ერთად იბრძოდით მე მაშინ დავწერე შევარდნაძე რა თქმა უნდა ბოლო პერიოდი ჩემთვის კრიტიკას ვერ უძლებდა და იმიტომ ვიყავი მის მოწინააღმდეგე მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ ერთადერთი სერიოზული შტაბ-ეჭვება ვინც მე მინახავს პოლიტიკოსებიდან შევარდნაძემ დატოვა ის ატარებდა პოლიტიკოსის ნიშნებს მასშტაბს, კლასს და სიბრძნეს. ნუ მე ბოლო პერიოდი ეს უკვე რაღაცნაირად აღარ იკითხებოდა, აღარ ჩანდა და სავალალო სურათი დაიხატა მაშინდელ ხელისუფლებაში. ავიღე მაშინაც პასუხისმგებლობა, მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და 9 წელი ქუჩაში ვიდექი. ეს ზუსტად ეს იყო, რომ პასუხისმგებლობა ვიგრძენია იმაზე, რაც არ ჩამიდენია. მაგრამ ვიგრძენია ეს პასუხისმგებლობა. ახლაც რაღაც ასეთ პოზიციაში ხართ. აუცილებლად ამ პასუხისმგებლობას მე ვატარებ. მე ამ პასუხისმგებლობით მათ დავდივარ, მაქვს ეს განცდა მეორე ადამიანის მიმართ. ერთი ადამიანის რომ სადმე ავიყოლიო რაიმე საქმეზე, იმის სიცოცხლეზე პასუხს ხო ვაგებ მე. და ესე არ არის რომ ეხლა ამდენ ხალხს მივმართე და დავახვედრე, აი ის რაც დავახვედრე, პარტიიდან ზარდიაშვილი პასუხობს და სამართლის ორი მთავარანგელოზი, გაბრიელისა და მიქაელის ნაცვლად მურუსიძე შინჩალაძეა. აი ეს დავახვედრე, ამას ვერ დავახვედრებ. არ დავახვედრებ, არმე არ იფიქროს რომ დავახვედრებ. რა თქმა უნდა, ეხლა ვფიქრო, ძალიან ბევრს ვფიქრო და არის ამის მოთხოვნა, მე ვგრძნობ ამას. უნდა შეიქმნას ისეთი, აი როგორც სახალხო ფრონტი იყო ერთ დროს. აი ესეთი საზოგადოებრივი მოძრაობა უნდა წამოვიდეს. მე არ ვამბობ რომ მე უნდა ვითავეს აუცილებლად. მე შეიძლება ჩემი მოკრძალებული წვლილი მივიღო, მონაწილეობა მივიღო. მაგრამ რა თქმა უნდა, ოღონდ რა რისთვის? ჩვენ უნდა ყველანაირად ვეცადოთ რომ ახალგაზრდებს შეუქმნათ ასპარეზი. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არც იმ პარტიაში მივლენ, რა თქმა უნდა, და არც იმ სამართალში, რომელიც ახლა დაამკვიდრეს. მაგრამ ჩვენ ვინაიდან ახალგაზრდებს თითქოს ასპარეზი დაუკარგეთ, ახალგაზრდობა წავიდა პროფესიულ საქმიანობის სიღრმეში. აი დააკვირდით, პროფესიულ საქმეში ჩაღრმავდა. პოლიტიკა პროფესიად ახალგაზრდობის წარმატებულ ნაწილს არ ესახება. აი ხა ძალიან კარგია, იმიტომ რომ პოლიტიკით დაინტერესდებიან უკვე პროფესიონალები, თავის საქმის მცოდნენი. ადრე პოლიტიკა იყო უპროფესიოთა პროფესია. და ეხლა ჩვენ ყავს ახალგაზრდები, რომლებიც წყინვალეთ ერკვევიან თავის პროფესიაში და ისინი თუ დაინტერესდებიან და ჩვენ აი მის ასპარეზი უნდა შევქმნათ, რომ ეს ახალგაზრდობა დავაინტერესოთ პოლიტიკით. თავის სამშობლოს ბედიღვალით, მოდი ესე დავარქვათ რა, თავის სამშობლოს ხვალინდელი დღის სამართავად უნდა დავაინტერესოთ. უფრო გაუმარტივოთ ადამიანებს გასაგებენაზე უთხრათ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც მახსოვს გახსოვთ აი ადგანსვენებული რეზო თაბუკაშვილი ამბობდა ჩვენშორის ძალიან ისეთი მადლიანი სიბრძნე ქონა ბატონ რეზოს. აი მშრალი ფორმულები კი არა გონებით მიგნებული მხოლოდ ინტელექტით მიგნებული არ იყო. აი სულიერებიდან მოდიოდა. ინტელექტი და სულიერება ერთად იყო, აი მადლიანი სიბრძნე იმიტომ ვთქვი. ის ამბობდა რომ პატრიოტიზმი არ არის პროფესია. პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი. აი ხა ჩვენ გვაქვს შანსი რომ ამ ახალგაზრდებს გაუხსნათ ასპარეზი. აი სწორედ ამიტომ ესახება რომ აი მოძრაობას აი ესე ვხედავ. არა ის რომ მოდით თაგვიჭირეთ ხარი და ჩვენ რამდენადაც გამოვდგებით ამ ასპარეზის შექმნაში აი იმდენად უნდა გამოვდგეთ დანარჩენი უნდა მივანდოთ ხვალინდელი დღე უნდა წაიღონ აი ამ ახალგაზრდებმა რომლებაც ინტელექტით შეიძინეს ოჯახშვილობაც მოძლებთ და საქართველოს მათთვის სამშობლოა და სამშობლოს განცდა აქვს თავისი ქვეყნის მიმართ. დიდი მადლობა ბატონ დავით.
იმედი მაქვს რომ ჩვენ გავიგებთ, როდესაც თქვენ უკვე სერიოზულად დააპირებთ მე კონკრეტულ აქტივობას. სახალხო ფრონტი ალბათ შემთხვევით არ გითხოთ, ალბათ რაღაც მართლა იდეები არსებობს, რომელსაც არის რა თქმა უნდა, განვითარება ხონდეს. მარტო პირად მოსაზრებებს არ მოგახსენებს. ეს კონკრეტული არის ამაზე ვფიქრობთ, ვჟელობთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ძალიან დიდ პატივს ავცემ მე პირადად. არ აქვს მნიშვნელობა თაობრივ განსხვავებას, ჩემზე უფროსებს, ჩემ ტოლებს, ჩემზე უმცროსებს ყველას. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. და ჩვენ დღეს ამით დავასრულეთ წინგელით ახალი ამბები და ასევე არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ გვაქვს ახალი პროექტი სამშაბათ, ოთხშაბათს და ხუთშაბათს დღეს 23 საათსა და 30 წუთზე გელით ღამის ამბებში გელიან დიანა ტრაპაიძე და გია ხუხაშვილი ასეთ საინტერესო წვლილი მოკლედ დაელოდეთ მათაც. მადლობთ.